რას ცდილობს განათლების სფერო დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ სკოლას უნდა ქონოდა განსაკუთრებული მისია, რომ არა მხოლოდ კონკრეტული ბავშვების განათლებაზე იზრუნოს, არამედ საზოგადოების განვითარებაზე. კარგი სკოლა როგორია? რამდენიმე მთავარი მახასიათებლები. არსებობს გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს რომ განვითარდეს. რისკენ მიდის დღევანდელი სკოლა? ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სკოლას აქვს შესაძლებლობა რომ აითვისოს. ერთი სკოლის ფარგლებში რამდენიმე ქვესისტემა იყოს მობილიზებული იმაზე, რომ თანასწორად რეალიზებული იყოს ყველა ბავშვი. ჩვენ იმას კი არ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვი მომამზადოთ ცხოვრებისთვის, რომელიც მოვა სკოლის შემდეგ, არამედ თავად სკოლა უნდა იყოს ცხოვრება. მოგესალმებით, მე ვარ პაატა პაპავა. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის რამდენიმე მთავარი და მნიშვნელოვანი თემა იქნება სკოლისა და განათლების დანიშნულება თანამედროვე მსოფლიოში, იქნებათ საქართველოში და ასევე კარგი სკოლის ძირითადი მახასიათებლები. ჩვენი პოდკასტის დღევანდელი სტუმარი არის სიკო ჯანაშია, განათლების სპეციალისტი. მადლობა სტუმრობისთვის, სიკო. თავიდანვე რაც მინდა აღნიშნო, არის ხარ სპეციალისტი, განათლების სპეციალისტი და თან პრაქტიკოსი მასწავლებელია რა, რომლის გამოცდილება შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მასშტაბურია. დიდი დიაპაზონის გამოცდილება გაქვს. მათ შორის საერთაშორისო დონეზე განათლების სისტემებში რა ხდება, რას ცდილობს განათლების სფერო დღევანდელ მსოფლიოში, რა სურათი გვაქვს საქართველოში. და ხარ ადამიანი, რომელთანაც ალბათ საუბარი უნდა დავიწყოთ არა ვთქვათ სკოლის კონკრეტული სპეციფიკით, რაღაც კონკრეტული მახასიათებლებით, არამედ ცოტა უფრო ზემოდან დავხედოთ იმ დიდ პროცესს და გავლენიან პროცესს, რომელსაც განათლება და განათლების მართვა ქვია. და პირველ რიგში რაც მინდა გთხოვო არის შენ შესახებ. მოკლედ როგორ მიდის შენი კარიერა, რა საქმიანობა ამჟამად? ხო, ჩემი ძირითადი საქმიანობა ახლა არის სკოლა. მე მუშაობ იმ სკოლაში, რომლის დაარსებაშიც ვიღებდი მონაწილეობას. ეს არის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში და ამ სკოლაში ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ ხელმძღვანელობ პროგრამას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაარსეთ, რომლის მიზანიც არის ახალბედა მასწავლებლების მომზადება პროფესიისთვის და ეს არის ერთგვარი შებრუნებული პროგრამა იმ თვალსაზრისით, რომ უნივერსიტეტებში როცა ასწავლიან ახალგაზრდებს როგორ გახდნენ მასწავლებლები, ძირითადი ნაწილია თეორია და მცირე ნაწილია პრაქტიკა და ჩვენი პროგრამა შებრუნებული და გულისხმობს იმას, რომ ახალბედა მასწავლებელი ან მასწავლებლის სურვილი ის მოდის ჩვენ სკოლაში და ერთ წელს ატარებს მენტორ მასწავლებელთან ერთად, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმას, რასაც აკეთებს მასწავლებელი. ანუ არა მხოლოდ გაკვეთილებს ესწრება თუ ატარებს და რაღაცა ნაშრომებს ასწორებს და ასე შემდეგ, რაც მასწავლებელი ხშირად აკეთებს, არამედ ჩართულია სკოლის მართვაში, ისე, იმიტომ რომ ჩვენი სკოლა დემოკრატიულად იმართება და ასევე ყველაფერშია ჩართული ექსკურსიებში და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი რაც ვაკეთებ, თუმცა ამის გარდა ხელმძღვანელობ მოსწავლეების საკურსო პროექტებს. ჩვენი სკოლას აქვს ესეთი პროგრამა, რომ ვერ დაამთავრებს სკოლას თუ მე-12 კლასში რაღაცა შემაჯამებელ დიდ დავალებას პროექტს არ გააკეთებს, სადაც სხვა დისციპლინებში ნასწავლ ცოდნას არ გააერთიანებ და რაღაც საზოგადოებისთვის სასიკეთოსაც არ გააკეთებ. ამის გარდა რაღაც ვასწავლი კურსის ნაწილს, ეს არის ინტერდისციპლინური კურსი და იქ ჩვენ ვცდილობთ რომ ვასწავლოთ მოსწავლეებს სახელმწიფოს საზოგადოების და თავისუფლების იდეების შესახებ და რაღაც აი პატარა ნაწილს მეც ვასწავლი. აქ ანუ ჩემი მასწავლებლობა არ არის ყოველდღიურობა, ანუ მე არ ვარ ჩვეულებრივად მასწავლებელი, ვარ ამ კურსში უფრო დაკავებული, მაგრამ პერიოდულად სხვა კვლევით პროექტებში ვარ ხოლმე ჩართული, როცა არის ცოტა ხნის წინ მუშაობდი პროექტში, რომელიც იკვლევდა
ისტორიის სწავლება საქართველოში ან მაგალითად ამასიანად მუშაობდით კვლევით პროექტებზე. კვლევით პროექტი იყო საქართველოს დაფინანსების სისტემის კვლევა შევისწავლეთ და მაგალითად ესეთ რაღაცებში. ასევე უმაღლესებში ვასწავლი ხოლმე სხვა დროს. ამ სემესტრში არ ვასწავლი, მაგრამ თქვა შარშან ვიყავი დაკავებული იმით, რომ ვასწავლდი განათლების სოციოლოგიას, განათლების სისტემების შესახებ კურსს, ან ბევრ სხვადასხვა ადგილას ვცდილობ ხოლმე, რომ იყოს სასარგებლო, იმიტომ რომ სკოლის გამოცდილებაც მაქვს დიდი ხნის განმავლობაში, მე განათლების სისტემის მართვაშიც ვიყავი ჩართული და გარდაქმნაში და მე საერთაშორისო საკონსულტაციო რაღაცა პროექტებშიც ყირგიზეთში ვიყავი 5 წლის განმავლობაში კონსულტანტად და მე პროექტის ხელმძღვანელად და მოკლედ ეს რა ვიცი ვინმეს რამეში გამოვადგები ხომ მე სიამოვნებით ვიწყებ. ერთგვარი ის არის სტილივით ჩამოყალიბდა განათლების სპეციალისტებში ახალი თაობის, აი თაობის რომლებაც 2000-დან უფრო პროაქტიულად დაიწყეს განათლების რეფორმებში მონაწილეობა, რომ ეს მრავალ ესე გაშლა ფრონტებზე და ისე ხო შეგვიძლია ვთქვა, რომ რაღაც ერთგვარი ის არის პატერნივით ჩამოყალიბდა. ორ რამეს მთელი ამ აი მართლაც პრინციპში დაადასტურე ეს გამოცდილების ფართო დიაპაზონი და ორ რამეს მინდა ჩავეჭიდო ახლა და ამის მიხედვით რომ გავაგრძელოთ საუბარი. ერთი რაც თქვი, რომ შეიცვალა მიდგომა თქვენ თუნდაც შენსავე პრაქტიკაში შეცვლილი მიდგომით მუშაობ ახალბედა მასწავლებლებთან. აი ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე მგონია და მოდი ამას ცოტათი ჩაუღრმავდეთ, რატომ მოხდა ეს ცვლილება და რა ეგრეთ წოდებულ shift-ზე გვაქვს საუბარი, რა მოიტანა ამის საჭიროება და სარგებლიანობა ერთი მხრივ, იმიტომ რომ მეც უნივერსიტეტში, არაერთ უნივერსიტეტში მიმუშავია მომავალ მასწავლებლებთან, ახლაც მუშაობ მომავალ მასწავლებლებთან და აი ეს ყოველთვის არის ეს მოთხოვნა და საჭიროებასავით, რომელიც თანამედროვეობამ დააყენა, ვიტყოდი ესე რომ მეტი პრაქტიკა, მეტი კეთებით სწავლა, მათ შორის მასწავლებლის პროფესიაშიც. და აი ამას რო ჩაუღრმავდეთ ერთი, თან ისტორიულ ჭრილში, ხო, ეხა ისტორია. და მეორე რაც ახსენე არის ერთ მომენტში თქვი რომ ჩვენი სკოლა დემოკრატიულად იმართება. ანუ დემოკრატიული მართვაც ხომ არ შეიძლება ამ საერთო სურათში ჩავსვათ, თუ კი სკოლას ესე დრონიდან ან კიდევ უფრო ზემოდან დავხედავთ თანამედროვე სკოლას. ადამიანები როცა ირჩევენ განათლების პროფესიას, ხო, მათთვის შეიძლება ესე იგი მათი საგანმანათლებლო გამოცდილება წარმართავდეს მათ წარმოდგენას თუ რა ელით მათ, მაგრამ ვერაცნობიერებენ რომ მათი გამოცდილება როგორც მოსწავლეების ძალიან განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, რასაც მიიღებენ როგორც მასწავლებლები, იმიტომ რომ როგორც მოსწავლე უფრო ხარ რაღაცნაირად საქართველოშიც და საზღვარგარეთაც უფრო ხარ დამოკიდებული სხვების გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვიღაცამ უნდა მიიღოს. ახლა სხვა საკითხია, კარგია თუ არა, რომ მოსწავლეები თავად არ იღებენ გადაწყვეტილების უმეტესობას, მაგრამ სამწუხაროდ ესეა და ახლა ჩვენ სკოლაში მასწავლებლების მომზადება თავიდან ხდებოდა ასე, რომ ესე იგი ყველა მასწავლებელი გადიოდა რაღაც სპეციალურ კურსს, მაგისტრატურას ამთავრებდა განათლების მიმართულებით, მე გავიარეთ პრაქტიკა ერთ-ერთ ძალიან ისე საინტერესო სკოლაში და მე ვიწყებდით უკვე მუშაობას და აი მაშინ როცა ჩვენ გავიარეთ ეს გამოცდილება, მაშინ მიხვდით, მაშინ ვერ რომ კი ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაღაცა სიღრმისეული განათლება, განათლების ფსიქოლოგიაში, რაღაც განვითარების თეორიებში თუ საგნობრივი ცოდნა და ასევე პედაგოგიური ცოდნა როგორ ასწავლო ის კონკრეტული საგანი, მაგრამ გადამწყვეტი მაინც არის შენი გამოცდილება. ხა მე გამიმართლა და ჯერ მქონდა გამოცდილება, მე მივიღე სპეციალური ცოდნა და მე დავიწყე ამ სკოლის რაღაცა სასწავლო გეგმების შექმნაში მონაწილეობა და სწავლება და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრს არ აქვს ეს შეიძლება რომ ჯერ იმუშაოს მასალად, მე წავიდეს უნივერსიტეტში და მე გააგრძელოს უკვე რაღაც უფრო მაღალ დონეზე და ალბათ არც არის კარგი რომ ჯერ რაღაცა ექსპერიმენტი ჩაატარო ბავშვებთან და მე მიხვდე რა გაკლდა და მე უბრალოდ ასე რაღაც სპონტანურად დავიწყე მუშაობა 90-იანების შუაში სკოლაში, როცა ადამიანმა მითხრა რომ აი მე ვასწავლე ისტორიას ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ იძულებული ვარ რომ წავიდე, იმიტომ რომ საზღვარგარეთ მივდივარ და ხომ არ გახდებოდი ჩემი ჯამნაცვლებელი და ასე მოხდი ამ პროფესიაში. თუმცა სკოლიდანვე ფიქრობდი რომ აი მასწავლება არის ჩემი საქმე.
ხო რაღაცა ეს ხავდა ძალიან საინტერესო მასწავლებლები ყავდა მე-10 კლასში ამერიკაში სწავლობდი და იქ მივხვდი რომ ეს არის ის რაც ნამდვილად გულით მაინტერესებს და ეს სკოლა ჩვენი სკოლა ხა დემოკრატიაზე როცა არის საუბარი ამითიც გამოირჩევა რომ ანუ რატო არის ჩვენ სკოლაში ეს უფრო მეტად შესაძლებელი ვიდრე შეიძლება სხვა ზოგიერთ სკოლაში რომ მასწავლებელი ახალ ბედა მოიყვანო და მასწავლებელს მიამაგრო იმიტომ რომ ჩვენი სკოლა დაარსდა გივი ზალთასტანიშვილის იდეა იყო ეს რომ ჩვენ სკოლას უნდა ქონოდა განსაკუთრებული მისია რომ არა მხოლოდ კონკრეტული ბავშვების განათლებაზე იზრუნოს არამედ საზოგადოების განვითარებაზე და უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებულიყო თავიდანვე როგორც ერთგვარი მოდელი ან როგორც ერთგვარი ლაბორატორია იმისთვის რომ აი რაღაც ახალი იდეების შემოსვლა მოხდეს საქართველოში და განვითარება რა ადგილზეც მოხდეს განვითარება განვითარებაში იგულისხმება მაგალითად ის აი რაში ითარგმნება ხო აი მაგალითად სახელმძღვანელოებზე მუშაობენ მასწავლებლები თვითონ ქმნიან და თავისთავად ეს მოდელი როდესაც შენ ღია ხარ სხვებისთვის არის განსხვავებული საქართველოში არა მხოლოდ საჯარო სკოლებში სადაც პრობლემა არის რომ ზოგადად ჩაკეტილია სკოლა არამედ კერძო სკოლების ეს რა ვიყოთ გამოცდილებას და ასეთ პირობებში აი თქვა აი მენტორობის და მასწავლებლის არსებობა უკვე გულისხმობს იმას რომ არა მხოლოდ უზიარებ შენ ცოდნას ვიღაცას არამედ იმასთან ერთად ვითარდები და ამიტომ ჩვენთან მაგალითად აი იმ პროგრამაზე რომ ვლაპარაკობდი ერთ-ერთი მხარე ამ პროგრამის ის არის რომ სინამდვილეში ჩვენი მასწავლებლების განვითარების პროგრამაც არის ეს არ არის მხოლოდ ახალბედების განვითარებისთვის და ამიტომ სარგებელი აქვს არა მხოლოდ იმას ვისაც უნდა რომ გახდეს მასწავლებელი არამედ თავად გამოცდილ მასწავლებელსაც იმიტომ რომ უწევს იმ ერთი წლის განმავლობაში რეფლექსია გააკეთოს საკუთარ პრაქტიკაზე და დაფიქრდეს იმაზე რა საკეთებს კარგად ან რა არის მისი ძირითადი ფილოსოფია განათლების რა ინსტრუმენტებს იყენებს და აი თვითონ აი ამ მსჯელობის და რაღაცა ეს შეგირდთან ურთიერთობის ფარგლებში ეს ოსტატი იხვეწება თავისთავად ხო ანუ ეს რაღაც საუკუნის გამოცდილება როდესაც თავად ეს ოსტატები უკვე იწყებენ ფიქრს იმაზე რა არის ძირითადი ელემენტები რაც წეყნობა მისი ხელოვნება ხო მუშაობის და დემოკრატიული მართვა თავიდანვე იყო ჩადებული ამ სკოლაში, იმიტომ რომ ჩვენ როცა შევქმნით ეს სკოლა, მასწავლებლები და ადმინისტრაცია და დამფუძნებლები შევთანხმდით იმაზე, რომ მასწავლებლები იქნებოდნენ პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილებაში ჩართული, ну გარდა შეიძლება ეს იყოს რაღაც ფინანსური სტრატეგიული რაღაცა საკითხები, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება პროგრამასთან დაკავშირებით ან რა ვიცი, სკოლის კულტურას რაც უკავშირდება, წესებს რაც უკავშირდება, ყველაფერი მასწავლებლებთან ერთად მიიღება. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა პოზა, რომ აი ჩვენ თანამედროვეები ვართ და ესე გვინდა, ჩვენ უბრალოდ გვჯეროდა თავიდანვე, რომ მასწავლებელს არ ენდომება სკოლაში სრულფასოვნად ჩაერთოს და სკოლის განვითარებაში, თუ ის არ იქნება გადაწყვეტილებების თანამონაწილე, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემა არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ბევრ ორგანიზაციაში არის, რომ ვიღაცა მფლობელი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ რა უნდა აკეთოს და როგორ. და ასეთ პირობებში დიდი мотиваცია ადამიანებს არ აქვთ ხოლმე, რომ თავადაც გახდეს თანამონაწილე იმ ორგანიზაციის განვითარების. და რაღაც ავტორო იმპულსებით პროცესის აქტიური, ხო, პროაქტიული მოძრაობა, მეტიც შეიძლება ლიდერობაც კი გამოამჟღავნოს. ხო, ანუ ამ სკოლაში პრინციპში მასწავლებელს თუ აქვს იდეა, რომ რაღაცნაირად იმაზე მეტი აკეთოს, რაც აკეთებს, რაც არის ძირითადი მოვალეობა, ხო, რაღაც კონკრეტული საგნის სწავლება, მაგ სრული თავისუფლება და სრული მხარდაჭერა, იმიტომ რომ იგულისხმება, რომ ასეც უნდა იყოს, ანუ თქვა და დირექტორმა კი არ უნდა უთხრას მასწავლებელს, აი მე ვიცი რომ შენ კარგად, რა ვიცი, კარგად ხატავ და მოდი ხატვის კლუბი გააკეთე, არამედ თავისთავად უნდა წამოვიდეს ეს იდეა. ან თქვა რა ვიცი, ხო, რატო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, რომ მასწავლებლობა ხშირ შემთხვევაში გულისხმობს დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ეგივე ორგანიზაციაში ერთ-ეგივე რაღაცის კეთებას. ანუ ერთ-ეგივე საბოლოო ჯამში არ არის, ახლა სტრუქტურულად არის ერთ-ეგივე და შინ არის ყოველ სხვა არის, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა ზურო 15ჯერ ან 20ჯერ კონდეს ერთ-ეგივე გაკვეთილი ჩატარებული, მაინც სხვადასხვა ბავშვებთან ატარებ და სხვადასხვა რამ არის, ხო? ის დღე მაინც არის განსაკუთრებული, მაგრამ
მაგრამ მაინც იგივე შინაარსთან მიდიხარ, ხო, რაღაცნაირად ამ შინაარსებს იმეორებ ხშირ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ იცვლება სასწავლო გეგმა და სახელმწიფო რესურსები, მაინც რაღაცნაირად რუტინა არის მასწავლებლების სამუშაო და თან ახლა რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება რამდენიმე ათეული წელი აკეთებდეს მასწავლებელი ერთ-იგივე რაღაც, ანუ ასწავლიდეს ერთ-იგივე საგანს. მაგრამ კიდე არის რომ შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში კიდევ იგივე საგანს იგივე კლასში ასწავლიდეს სხვა ჯგუფებს. და ეს ძალიან მოსაწყენი იქნება ადამიანისთვის, თუ მას არ იქნება შესაძლებლობა რომ განავითაროს თვითონ თავისი პროფესია. და პროფესია ახლა შეიძლება ქვეყნის დონეზე ვერ განავითაროს მასწავლებელმა, მაგრამ სკოლაში უნდა შეეძლოს რომ ცვალოს თავისი დამოკიდებულება საკუთარი პროფესიის მიმართ, იქიდან გამომდინარე, როგორ იცვლება მის გარშემო სამყარო ბავშვები, რაღაც ახალი შეთანხმებები. ხდება საჭირო, ხო? და ამას უნდა სულ მისდევდეს და ამიტომაც მე მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის ჩვენ სკოლაში ბევრი ისეთი მასწავლებელი, რომელიც დაარსებიდანვე მუშაობს და არსდა 2001 წელს. ეს არის რომ ანუ ის ხალხი სულ უფრო და უფრო აუნჯობესებს საკუთარ გარემოს და კმაყოფილია იმითი რომ არ არის ჭანჭიკი რა რაღაც სისტემის და არამედ არის თვითონ არამედ არის თანა შემოქმედი, არა, თანამოღვაწე, თანაშემოქმედი, რაც საერთოდ სხვა მოსწრებაზე გადის და მათ შორის ბავშვების მოსწრებაზეც შემოქმედებს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პასუხისგებლობას თვითონ იღებს, როცა სკოლის მართვაშია მასწავლებელი ჩართული აქტიურად, თან ის ხდება პასუხისგებელი იმაზე, რა არის სკოლა და როგორია სკოლა. ანუ ის თავის საკლასო ოთახში კი არის მეფე, რომელიც იღებს რაღაცა შეუზღუდავ გადაწყვეტილებას, არამედ არის, რა ვიცი რა, ანუ საზოგადოების თანაშემქმნელი ხდება რა. საზოგადოების წევრი უფრო არის, ვიდრე არის რაღაც ტექნიკური ის რაღაცა ინსტრუმენტი, რასაც ისევ დემოკრატიული მიდგომის ხო სწორ რეალიზებამდე მიყვავართ. ხო, ანუ თუ სკოლა არ არის საზოგადოება და თუ ეს არის უბრალოდ რაღაცა ოთახები, სადაც ხვდებიან ადამიანები რაღაც ტექნიკური მისი საკითხის გადასაჭრელად, ხო, და სამწუხაროდ ესე არის ხშირად ორგანიზებული, რომ აი რა ვიცი, უნივერსიტეტების ესეა საქართველოში, რომ თქვა ადამიანი შეიძლება მოვიდეს გაკვეთილისთვის, შევიდეს ოთახში, იქ შემოვიდნენ ბავშვები, ანუ უკვე დახვდეს ბავშვები და იქ რაღაცა გააკეთოს და წავიდეს მერე და დამთავრდა რა, ეს არის მთელი მისი მოქმედება სკოლაში. არც ამასწავლებლოში მიდის, რომ იქ ელაპარაკოს კოლეგებს, არც რა ვიცი, საერთოდ მე მიმუშავე სკოლის განვითარების კონსულტანტად საქართველოში და ბევრი სკოლაა საქართველოში, სადაც მასწავლებლების შეკრებები უბრალოდ არ ტარდება და არ ტარდება იმიტომ, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს კიდევ სამ სხვა ორგანიზაციაში და სადაც მიდის გაკვეთილების მერე გარბის, ან თავის გაკვეთილის მერე მიდის და უბრალოდ დრო რო დანიშნო იმისთვის პეცაბჭოსთვის, ხო? ნახევარზე მეტი მასწავლებელი არ იქნება იქ რა, იმიტომ რომ საათებით მუშაობს. და მე აი მაგალითად თუ აიღებ სკოლის შექმნის დროს ამას როგორც პრინციპს, რომ შენ გინდა რომ მასწავლებელი იყოს იქ თავარი გადაწყვეტილების მიღები და მასწავლებლების ერთობა იყოს. მაშინ ადმინისტრაციის როლიც მნიშვნელოვნად იცვლება. მე თვითონ სასწავლო გეგმას ცვლი ისე რომ ეს შესაძლებელი იყოს, რომ მასწავლებელი არ მუშაობდეს რაღაც 7 გაკვეთილს არ ატარებდეს დღეში, იმიტომ რომ კონდეს სივრცე, რომ შეხვდეს კოლეგას და ელაპარაკოს რაღაც გააკეთოს საკუთარი განვითარების. მე მაგალითად ჩვენ სკოლაში არის დაფინანსებული აკადემიური შვებულება, ესეთი საბატიკალი რაც არის, მაგალითად შეიძლება ერთი სემესტრით ან მთელი ერთი წლითაც კი მასწავლებელი აკეთებდეს, მუშაობდეს განვითარებაზე და არ მუშაობდეს ყოველდღიურად, ანუ გაკვეთილებს არ ატარებდეს და ამას უფინანსებს სკოლა. იმიტომ აი ბევრი ესეთი საკითხი ჩდება უკვე სკოლის მართვაში, რაც არა მხოლოდ мотиваციას ამაღლებს მასწავლებლებს, არამედ სკოლას როგორც საზოგადოებას აყალიბებს. იმიტომ რომ მაგალითად აი ხა ეს თუნდაც ეს დაფინანსებული აკადემიური შვებულება რო ავიღოთ, ხო? თუ ეს სისტემა შემოიღეს სკოლაში, აუცილებლად შემოიღებ მერე სისტემას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუზიარონ მასწავლებლებმა ერთმანეთს კათედრაზე საკუთარი გამოცდილება, როგორ უნდა ჩაანაცვლონ ერთმანეთი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, სკოლა როგორც ორგანიზმი იმუშაობს, ხო, როგორც ცოცხალი ორგანიზმი და არა როგორც
ტექნიკური სისტემა, სადაც უბრალოდ რაღაცა ჯანჯექს მოუჭირო იქ რაღაცა ჩაასხა და რაღაც დამოკოკო. არამედ როგორც რა ვიცი, აი რო წარმოგიდგენთ ბაღი, ხო, სადაც ყველაფერს მნიშვნელობა აქვს რა, იქ თქვა რა ვიცი, კლიმატს, მას რა ქვია, სასუქს, სცენარების თანხმედრას და ასე შემდეგ და სადაც უნდა ასეთ ეს კულტივირება უნდა მოხდეს მუდმივად რაღაც თანაცხოვრების და ასეთ პირობებში უკვე მასალებელსაც მშობელი სხვანაირად უყურებს, ბავშვი სხვანაირად უყურებს, იმიტომ რომ აი ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე და გადაცემის დაწყებამდე როგორ იცვლება სკოლის გაგება, ხო? ერთ-ერთი რაც მოხდა ჩვენთან უფრო აი 90-იანების მერე, მაგრამ თავისუფლებში სადაც 80-იანი წლებიდან დაწყებული სულ უფრო და უფრო მეტად უყურებენ სკოლას როგორც რაღაცა დაკვეთის შესრულების ადგილს, რომ აი მე ფულს ვიხდი და იქ რაღაცა მე როგორც მშობელი ახლა ვითხოვ მისგან მასწავლებლისგან რომ გააკეთოს ის რაც მე მინდა. და ჩვენ სკოლაში ეს არ გამოსდის ადამიანს რა, ანუ ეს მშობელი ხდება თანამონაწილე საზოგადოების შექმნის. ის არ არის დამკვეთი და ეს არ არის დამკვეთის და შემსრულების ურთიერთობა, ეს არის სოციალური სამყარო, სადაც ჩვენ თან ხვდებით რაღაცებს, რომ აი შენი დახმარება მე მჭირდება იმისთვის, რომ შენ შულს უკეთესად ვასწავლო და მე შენ დაქირავებული ის კი არ ვარ რაღაცა მსახური, რომელსაც ანუ გუვერნანტი კი არ ვარ, რომელსაც მეტყვი, რომ აი ხა კაი გერმანული აღარ უნდა, ხა ფრანგული ასწავლე რა. ძიძების ორგანიზაცია. ხო და ეს ანუ თან სპეციალისტია ჩვენ სკოლაში მასწავლებელი, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ის აღარ არის რაღაცა მათემატიკის მასწავლებელი მხოლოდ, ის არის განათლების სპეციალისტი, რომელმაც იცის რა ჭირდება ბავშვის აღზრდას, რა ტიპის ურთიერთობების შექმნაში უნდა დაეხმაროს, სახლში რო პრობლემები აქვს იმაზე როგორ უნდა იზრუნოს და ასე შემდეგ. და ეგ არის მე მგონი გადამწყვეტი რა, აი ამ დემოკრატიულობის გადამწყვეტი სარგებელი, ასე ვთქვათ, ან რაღაც პოზიტიური მხარე, რომ ეს უბრალოდ ის კი არ არის რაღაცა შესაძლებლობა რომ მასწავლებლები დიდხანს დავაბათ თავის სამუშაო ადგილზე. არა, უბრალოდ ეს არის სულ სხვა ტიპის საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა, სადაც ვიღაცა კლიენტი და ის კი არ არის, რა ქვია, ანუ ვიღაცა დამკვეთი და კლიენტი და ასე შემდეგ რა, არამედ არის მასწავლებელი და მოსწავლე ხდებიან ერთად ცოდნის შემქმნელები, მშობლის დახმარებით თუ ჭართულობით თუ ნუ ხა არ უნდა მშობელს არ ერთ. ძალიან კარგია რომ მშობლებს შევეხეთ. იმიტომ ჩვენი ჩანაფიქრი ამ პოდკასტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მშობლებთან დიალოგი, ესე იგი იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებისთვისაც მართლაც მნიშვნელოვანია. თან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ერთჯერადი აქტის სახით, რომ მიიყვანოს ბავშვი, ხო, თქვათ, ამა თუ იმ სკოლაში და არჩევანი გააკეთოს, რადგანაც გაზრდილია ეს მობილობა, ასე ან გადაიყვანოს რომელიმე სკოლაში. არამედ გარდა ამისა, პროცესშიც თვალყური ადევნოს, სწორად ჩაერთოს, რა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები ითანამშრომლოს სკოლასთან, აი როგორც თავად თქვი, ალბათ იდეალური სურათია მე ვიტყოდი, როდესაც მშობელი კონსტრუქციულად ეთანამშრომლება და არ აღიქვამს თავის თავს როგორც ხო ცალსახად როგორც დამკვეთი, რომელიც რაღაც თანხას იხდის და საპასუხოდ რაღაც სერვისი უნდა მიიღოს. და უშუალოდ აი პროცესში, მოდი ახლა რო შევხედოთ ამას, სწორედ ეს თემა კიდევ ერთხელ რო შევიტანო, მშობლებისთვისაც რაღაც თვალსაზრისით დამკვალიანებელიც აღმოჩნდეს ჩვენი საუბარი. მოდი ისე მარტივად რო შევიდეთ, კარგი სკოლა როგორია, რამდენიმე მთავარი მახასიათებელი. აი შენ რაღაც მომენტში თქვი, რომ რა არის სკოლა და როგორია სკოლა, ხო? ეს ორი დიდი შეკითხვა გვაწუხებს ყველას, რა, ყოველთვის. ხო, პრინციპში კარგი სკოლა არის ისეთი, სადაც არსებობს გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს რომ განვითარდეს. მე ამას ვიტყოდი. ოღონდ ისეთი გარემო, რომელიც უბრალოდ განვითარების შესაძლებლობას კი არ აძლევს, არამედ სადაც ყოფნა ბავშვისთვის არის სასიხარულო, ანუ აი ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნე მე-20 საუკუნის ჯონ დუი ესეთ საკითხზე მსჯელობს, რომ ჩვენ იმას კი არ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვი მომამზადოთ ცხოვრებისთვის, რომელიც მოვა სკოლის შემდეგ, არამედ თავად სკოლა უნდა იყოს ცხოვრება. აი ეს არის მე მგონი გადამწყვეტი რა, ანუ ჩვენ კი არ უნდა უთხრათ ბავშვებს, რომ შენ ახლა უნდა იტანჯო იმისთვის, რომ მე 64-ში მოხვდე, ან სკოლას რომ დაამთავრებ, მე კიდე რაღაც პატარა ტანჯვაშება კიდე გელოდება, თუ გინდა უნივერსიტეტში და მე აი ამ ტანჯვის მერე მოხვდები 64-ში და თუ არ დაიტანჯები, მე ჯოჯოხეთში მოგიწევს ცხოვრება და ასე შემდეგ. არამედ
რეალურად 60 დღე უნდა იწყებოდეს ბაღიდან. ანუ შენ თავიდან უნდა გრძნობდე თავს სრულფასოვან წევრად საზოგადოების. ანუ სადაც უბრალოდ თავში კი არ გასხავენ ან გიდებენ რაღაცას, არამედ შენ და ის საზოგადოების სხვა წევრები ერთად ცხოვრობთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც თან გეხმარება, რომ ინტელექტუალურად, ემოციურად, ღირებულებების თვალსაზრისით განვითარდე. და ეს არის კარგი სკოლა, სადაც ის ადამიანი უბრალოდ ფორმალურ გარემოში კი არ არის შეზღუდული, დაბმული, სადაც უბრალოდ წესებს ემორჩილება, თამაშის წესებს სწავლობს, რომელიც მე გამოადგება, რომ გადარჩეს, არამედ სადაც მიდის იმიტომ, რომ მას უხარია ყოფნა. მე მქონდა ეს განცდა სკოლაში რომ სწავლობდი, მე 10 კლასში წავედით 10 ბავშვი საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს იყო რაღაცა პირველი შემთხვევა, საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდევ და რომ დავბრუნდით შემოგთავაზეს ყველას რომ მე-11 კლასი აღარ გაგვეულო, ესეთი ის იყო წარმოდგენა შეიქმნა, რომ ამათ რაღა უნდათ ახლა მე-11 კლასში ხელა გამოცდილება მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და პირდაპირ შემოგთავაზეს, რომ პირდაპირ უნივერსიტეტში უგამოცდოთ, პირდაპირ გაგვიგზავნებინა სწავლა და მე ვიყავ ერთადერთი, რომელსაც სკოლაში კარგია და მოდი დავრჩები რა, მე-11 კლასს გაველი და ცოტა რაღაც არანორმალურს, როგორც არანორმალურს ისე მიყურებდნენ, რომ აი ჩანსი მოგეცა და ამას როგორ არ იყენებ, მაგრამ მართლა ის იყო სიამოვნება იყო ჩემთვის სიარული სკოლაში და ოღონდ ძირითადად რა თქმა უნდა იყო ორი რაღაც. ერთი იყო რატომ მომწონდა, იმიტომ რომ სკოლაში იყვნენ ჩემი მეგობრები და არა სხვაგან, ხო ახლა რა უნდა ახლა იქ მინდოდა მისვლა იმისთვის რომ მასთან ურთიერთობა მქონოდა და მათ შორის მასწავლებლებიც იყვნენ მეგობრები. და მეორე იყო რომ ინტელექტუალურად საინტერესო იყო იქ ყოფნა, ხო რაღაცა ჩემს სკოლაში ყოველ შემთხვევაში ესე იყო, რომ საინტერესო საკითხებზე საუბრობდით პრაქტიკულად ყოველ დღე სხვა საგნებში, მათ შორის ისეთშიც, რომელშიც შეიძლება ერთ შეხედვით არ იყოს მოსაოდნელი და როგორ ახერხებდა სკოლა რომ მოეცა ეს განძი, რასაც ქვია ჩემი სუბიექტური ინდივიდუალური ცნობის მოყვარეობის გამოვლენა, გამომჟღავნება და მეტიც რეალიზებაც კი სასწავლო პროცესში. ახლა უკვე სასწავლო გეგმასთან და აი რთულ და კვეთრად სტრუქტურირებულ გარემოში, ხო, დროში გაწერილ გარემოში, როგორ ახერხებდნენ ამას მასწავლებლები თუ სკოლის სხვა თანამშრომლები? მე მგონია რომ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და აი კარგ სკოლაზე რო ლაპარაკობ, შეიძლება ესეც იყოს მახასიათებელი ამ სკოლის. პირველი იყო მეთოდი, რომელთაც სწავლობდით და მეორე იყო ხალხი, რომელიც გვასწავლიდა. ანუ მეთოდის თვალსაზრისით თქო ძირითადი მახასიათებელი მეთოდის იმ სკოლაში რომელშიც სწავლობდი და ეხლა სადაც მუშაობ იქ არის პრაქტიკულად ცენტრალური მეთოდი, ეს არის დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება. სადაც შენ ყოველ დღე მიდიხარ იმ განცდით, რომ შენ უნდა იყო თანამონაწილე მსჯელობის და თან ამ მსჯელობაში უნდა გაჩნდეს ის რაღაცა რაციონალურობის მარცვალი, რომელზეც მე დააშენებ შემდეგ მსჯელობას და სადაც დაისმება ისეთი კითხვები, რომელზეც ფიქრი გაყვება სახლშიც, ანუ რომელზეც სულ რაღაცა გიღრმის, ხო, ეს რაღაცა იმას გონებას, რომ აი იმან რო ეს თქვა და მე რო ეს უპასუხე იქნება, ესე უკეთესი ყოფილიყო, რომ რაღაცა და ანუ გარდა საინტერესოების თავისთავად შინაარსიდან გამომდინარე, კიდე რაღაცა ეს დისკუსია აჩენს ერთგვარ ასე ვქო სპორტულ ინტერესს, რომ აი უკეთესად რომ ეფიქრა იქნება, უფრო უკეთესად გამომეხატა საკუთარი აზრი და ასე შემდეგ. ეგ იყო ერთი და მეორე იყო რომ ხალხი ვინც გვასწავლიდა სკოლაში, საბჭოთა სკოლაში, ანუ მე ვიყავი ბოლო თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირში დაამთავრა, ან რეალურად პრინციპში არ ვიცით რომელ ქვეყანაში დაამთავრეთ სწავლა, იმიტომ რომ 91 წლის მაისში საქართველოს თან დამოუკიდებლობა ჰქონდა გამოცხადებული, თან ჯერ კიდევ ფორმალურად საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. ესე რომ რაღაცა აი მაშინ ლიმბოში ვიყავით. კავშირის წევრი იყავი? არა, სხვა შორის საინტერესო იყო, რომ ჩემზე ერთი წლით დიდების თაობაში ის თაობა ეხვეწებოდა, რომ მიგვიღეთ კომკავშირშიო და ჩვენ თაობას გვეხვეწებოდნენ, რომ შემოდით კომკავშირში. ანუ იმდენად სწრაფად მოხდა ეს ცვლილება და ხო და ის ხალხი, ვინც გვასწავლიდა, ისინი იყვნენ აი თვითონ დაინტერესებულები იმითი, რასაც გვასწავლიდნენ,
ინტელექტუალურად აინტერესებდათ იმ ტექსტების გარჩევა, იმ მასალაზე მუშაობა. მაგალითად, რა ვიცი, რუსულის მასწავლებელი, თქვა, თარგმნიდა რაღაცა ქართულ პოეზიას რუსულად. ან თქვა, მაგალითად, საინტერესო იყო, რა თან ხედავდეთ იმას, რომ შეიძლება ის ფორმალური მხარე დიდად არ აინტერესებდათ, მაგრამ მქონდათ რაღაცნაირი ნამდვილი ინტერესი იმ საგნის მიმართ. მაგალითად, ჩვენი ისტორიის მასწავლებელი უბრალოდ არ გვასწავლიდა საბჭოთა კავშირის ისტორიას, აი პრინციპის დონეზე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კონკრეტულად რაღაცა იდეოლოგიური წინააღმდეგობა ჰქონდა, არამედ მას აინტერესებდა მაგალითად როკის ისტორია და სულ აბარაკობდა მუსიკაზე და მე ჩვენც რაღაცნაირად ვატყობდით, რომ ისტორია არ არის მხოლოდ რაღაცა იმ გამარჯვებების და დამარცხებების ამბები და არა მხოლოდ გეოგრაფია, ხო და არამედ არის აი მაგალითად, რა ვიცი, მუსიკალური ბენდის ამბავი, როგორ შეიძლება გაიაზროს ხვებთან მიმართებაში და როგორ შეიძლება ეს ხო და ხედავდით, რომ ადამიანს აინტერესებს რაღაცა საგანი მართლა გულით და ცნობის მოყარების ზალა, ხო? რომელიც შიგნიდან მოდის და ან რა ვიცი, ქართულის მასწავლებელი თქვა და ეს დილემა ალბათ, ხო, სკოლის და გნებავს სისტემის. რა უყოს ამ ცნობის მოყარებას კი სად მისცეს მას და მასალას უნდა ხო ეს გასაკანი რა პირველ რიგში რომ მოსალოს მე მგონი მივადექით რეფორმის თემას მე მგონია რომ რეფორმის თემას მივადექით და რადგანაც ხარ ადამიანი რომელსაც ხო საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული დაგეგმილი და გადადგმული ხორჩესხმული ესე იგი განათლების რეფორმაში ამ საუკუნის ხო დასაწყისიდან მოყოლებული მოდი თქვათ ამის შესახებ რა სადა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით რა ედგა ამ ცდილობებს უკან რა იყო დიდი ჩანაფიქრი მოდი ესე კითხავ და ამ რაკურსით ახლა ეს უახლესი ისტორია განათლების სისტემის როგორ გამოიყურება შენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც მე მუშაობდი ახლა რა ახსნა 2004-დან 2009 წლის ჩათვლით თავიდან ესე იგი მიმიწვიეს როგორც სასწავლო გეგმების ჯგუფის ხელმძღვანელი მე აღმოჩნდა რომ რაღაცა სახელმძღვანელოებს ეცნობა მუშაობ მე აღმოჩნდა რომ რაღაც მასშტაბების განვითარებაზე და მე აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად ყველაფერი არის ყველას საქმე და ერთ-ერთი რაც ვცადეთ არის ის რომ აი ხარაზე ვლაპარაკობთ ეს პრინციპები სკოლაში დაგვენერგა რომ მასშტაბელი ყოფილიყო თავად ჩართული გადაწყვეტილებებში სკოლის მართვის ხო აი მაგალითად ამ პრინციპიდან გამომდინარე შეიქმნა ისე სტრუქტურული ერთეულები როგორც იყო კათედრა სკოლის მანაც მანამდე არ არსებობდა ან სამერო საბჭო სადაც მშობლები და მასწავლებლები ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და პრინციპში ერთ-ერთი წარმართველი ხო აი ამ გადაწყვეტილებებს იყო ეს იდეა დემოკრატიულობის რომ დემოკრატია არის საფუძველი განვითარების რომ არ შეიძლება რაღაცა კაბინეტში იღებდეს გადაწყვეტილებებს სკოლის საკლასო ოთახში როგორ უნდა მიდიოდეს რაღაცა პროცესი ამას ვერც ახერხებს ერთ ერთი ქვეყანა რომ ზუსტად განსაზღვროს ან დაავალოს მასწავლებლებს რომ რაღაცა კონკრეტულ სქემას გაყვეს და მაგრამ აქ იყო ლაპარაკი უფრო იმაზე სკოლის დონეზე მაგალითად სკოლა როგორი იქნება რა კონცეფციით იმუშავებს თქვათ როგორ იქნება ორგანიზებული სასწავლო გეგმა და ასე შემდეგ რომ ეს უკვე სკოლისკენ გადავიდეს და სახელმწიფომ ნელ-ნელა განსაზღვროს მხოლოდ თამაშის წესები ძირითადი თამაშის წესები და ჩარჩო და იმ ჩარჩოს შიგნით უკვე სკოლამ შეავსოს შინაარსით და მეთოდით და რაღაც საკუთარი რაღაც წარმოდგენებით იმის შესახებ რა არის მნიშვნელოვანი და რა არ არის მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო მიმართული იქით რომ ერთგვარი რაციონალურობა შემოსულიყო მართვაში, რაც გულისხმობდა იმას რომ მაგალითად თავად სისტემა ისე ყოფილიყო მოწყობილი რომ წაეხალისებინა განვითარება სისტემის ერთი მხრივ, მაგრამ ასევე სახელმწიფოს წოდნოდა რამდენად თანასწორია, თქვათ, დაფინანსება სკოლებს შორის, ან
რამდენად არსებობს, რამდენად ვიცით საერთოდ აღწევს თუ არა ეს მიზანი, ეს სისტემა მიზნებს. ხო, აი რაციონალურობის ნაწილი იყო, ასევე ვთქვათ, კვლევების დაწყება, რაღაცა ეროვნული შეფასებების ჩატარება, რომელიც აჩვენებს რამდენად აღწევს სისტემა იმ განსაზღვრულ რაღაც კონკრეტულ კომპეტენციების განვითარებას, რაც არის ჩაფიქრებული. ან საერთაშორისო კვლევებში ჩართვაც არის ამის ნაწილი. სახელმწიფოების სისტემის მართვათვის იდეა რა იყო, რომ ასევე შინაარსზე მომუშავე ეს პრინციპი შეიცვალოს, რა, როგორ ხდება რესურსების შემუშავება, რომ რესურსებს კი არ შეიმუშავებდნენ მაინც და მაინც რაღაცა მეცნიერებათა აკადემიის წევრები და უბრალოდ იმიტომ კი არ უნდა ვასწავლდეთ ბავშვებს, რომ ამ ადამიანებმა, ავტორებმა მოიპოვეს რაღაცა რეპუტაცია თავის სფეროში, არამედ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, ვისაც სკოლას საუკეთესოდ ესმით. ან პირველ რიგში მასწავლებლები, რა თქმა უნდა, იმ რაღაცა საგნების სპეციალისტებთან და ფსიქოლოგებთან და რედაქტორებთან და ილუსტრატორებთან და ვიცი, აი ძალიან დიდი ჯგუფია რა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში მუშაობს სახელმწიფოს. და რომ ეს სისტემა იმას კი არ უნდა ემსახურებოდეს, რომ რაღაცა პრივილეგია მოიპოვოს და რაღაც დაიჭეროს, არამედ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მასწავლებლებს ასევე ქონდეთ შესაძლებლობა რომ გაეცნონ ახალ მიდგომებს იმ საგნის სწავლების და ასე შემდეგ. უამრავი სხვა ელემენტი შემოვიდა, მაგალითად მასწავლებლების პროფესიონალიზაციის თვალსაზრისითაც, ხო? მანამდე თუ განსაზღვრა დიდად არ ხდებოდა ვინ შეიძლება იყოს მასწავლებელი, ეგ ასეთ სისტემაში მასწავლებლობა არის უფრო საქმიანობა ვიდრე პროფესია. რა განსხვავება საქმიანობას და პროფესიას შორის, ხო, რომ მაგალითად ტაქსის მძღოლობა საქართველოში არის საქმიანობა, მაგრამ რომ გადავაქციოთ პროფესიად, ესე იგი დაჭირდება ჯერ ერთი საზღვრები ამ პროფესიას. ანუ ავტობუსის მძღოლს ვერ უწოდებთ ავტომატურად ტაქსის მძღოლსაც. ხო, ესე იგი პროფესიული ცოდნა არის ეს, რაც განსაზღვრავს ამ საზღვრებს და ხშირად პროფესიის წარმომადგენლების მიერ სერტიფიცირება, ხო, რა, აი მე გამოსა ჩავაბარე, ესე იგი მაქვს უფლება რომ მერქვას რაღაცა მიმართულების და პროფესიული ცოდნა თქვა ტაქსის მძღოლის შემთხვევაში შეიძლება იყოს რა ვიცი, შეიძლება უცებ გადაწყდეს, რომ ტაქსისტების ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ მაგალითად ყველა ტაქსისტმა უნდა იცოდეს გეოგრაფია კარგად. ან რა ვიცი, ისტორია იმ ადგილის, ან რა ვიცი, უცხო ენა. და ვერ გახდები ასეთ შემთხვევაში, თქვა რაღაცა ამ პროფესიის ნაწილი. თუ როცა საქმიანობა, მე შეიძლება დღეს ამ საქმიანობას ვეწეოდე და ხვალ გავაზღვეთო, რომ რაღაც ვაკეთე, ხო? ბევრი სფერო ადამიანის ცხოვრების არის საქმიანობა და არა პროფესია, ხო? ახლა მე შეიძლება რა ვიცი, ვიღაცებს მაგალითად ანიმაციებს ვაკეთებ ხოლმე რა, რაღაც, მაგრამ ეს არის ჩემი პროფესია, მე პროფესიონალი ანიმატორი არ ვარ, მაგრამ ნუ შეიძლება რაღაცა გავერთო რა, ამითი ან რა ვიცი, რაღაცა პოლიტიკურ კამპანიების დროს ახლა ვაკეთებდი რაღაც იმას ანიმაციებს, საინტერესო იდეებს, აი მაგალითად როგორ უნდა იყოს მოწყობილი განათლების სფერო და მასწავლებლებაც გახდა უფრო პროფესია ამ წლებში ვიდრე საქმიანობა, იმითი რომ მაგალითად შეიქმნა რაღაც სტანდარტები, ხო, რას უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებელი ეთიკის სტანდარტი, რაღაც პროფესიული კომპეტენციების სტანდარტი, მე რაღაც მექანიზმები შეიქმნა. მაგრამ ყველაფერს დავანებოთ, აი რას ვერ მივახციეთ ამ რეფორმის დროს არის ის, რომ ვერ მივახციეთ ერთი რომ სახელმწიფომ გააცნობიეროს, რომ ესე იგი შეუძლებელი არადემოკრატიულ სისტემაში განვითარდეს ეს სფერო და ანუ ერთი რაღაცა რაც წეუნების სკოლას რო აიშენ მინდა რომ თვითმართველი იყო, ეგ ავტონომია ქონდეს, შენ თვითონ გადაწყვეტე შენ რაღაცები და მეორე ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს. და აქ არის გულისხმობა მხოლოდ ის, რომ ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ მთავრობაში გადაწყვეტილების მიღებს უნდათ რომ კონტროლი ქონდეთ რაც შეება მეტი სკოლაზე, რომ იქ რაღაცა სისულელე არ გააკეთოს ვიღაცამ და მე არ დამბრალდეს პოლიტიკური ფასის გადახდა არ მიწევდეს, ან პირიქით მე მინდა რომ ჩემი მომხრეების მობილიზება გააკეთე რაღაც მოხდეს სკოლებში. მარტო ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის მაგალითად სისტემურად როცა ფიქრობ, რომ აი მაგალითად ერთი და იგივე ინსტრუმენტით უნდა მოხდეს ყველა სკოლის პრობლემების მოგვარება. აი მაგალითად ყველას თუ ეყოლება ფინანსური მენეჯერი, ესე ფინანსების მართვა გაუმჯობესდება სკოლებში და მე უცებ აღმოაჩენ რაღაც გადაწყვეტილებას მიღებს მე და რაღაცა თავი რო გენიოსი გონია, უცებ აღმოაჩენ რომ სკოლა
სკოლები გაქვს ასობით, სადაც ფინანსური მენეჯერი კი მასწავლებელი თუ იპოვე მათემატიკის უკვე რაღაც დიდ მიღწევად ითვლება და ანუ პირველადი პრობლემა რაც გადასაჭრელი ქონდა ის ვერ შეამჩნია და რაღაცა მენეჯერულ რაღაცა პრობლემაზე იმუშავე ერთი წელი რომ ფინანსისტები გეპოვა და ისინი ჩაგენაცვლებიან და იმ ფინანსურ მენეჯერს სკოლაში საქმე არ აქვს, იმიტომ რომ ფული არ აქვს სკოლას. წინასწარ განუსაზღვრე, სადაც წავიდეს ფული, ხელფასში უნდა წავიდეს, კომუნალურებში უნდა წავიდეს რაღაცა და მენეჯმენტი არაფრის გასაკეთებელი აღარ არის. ხო და აი ბევრი ესეთი გადაწყვეტილებებია ხოლმე, რაც მათ შორის არის პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, სისტემის ვერხედვიდან გამომდინარე, როცა ვერ ხედავ, რომ აქ რო დააჭერ ღილაკს, იქ რაღაცა აქ ამოიწევა და მერე ახალი პრობლემების მოგვარებას ცდილობს ყველა ახალი ხალხი და მერე აღმოჩნდება, რომ თავიდანვე არასწორად იყო ჩაფიქრებული. ცხოვი მაგალითად დაფინანსების სისტემაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო, რომ კორუფციასთან ბრძოლის და იმ პოლიტიზებასთან ბრძოლისთვის კარგი სისტემაა ეს სულადობრივი დაფინანსება, მაგრამ მაგალითად იქვე ხალხს აი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვან ნაწილს სჯეროდა რომ ეს კარგი იქნება იმიტომ რომ შემოიტანს ერთგვარ საბაზრო ელემენტს განათლებაში რომ აი ვისაც მეტი მოსწავლე ეყოლება ის მერე უფრო მეტ ფულს მიიღებს ეს დააინტერესებს სკოლებს რომ განვითარდნენ და ასე შემდეგ და არ მუშაობს ეგ სისტემა საჯარო სექტორში რომ ერთი მხრივ გააქვს ვალდებულება რომ ყველა ბავშვის უფლება მიიღოს განათლება და აკმაყოფილოს და მეორე მხრივ გააქვს იდეა რომ ეს კომერციული სისტემა რაღაცნაირად ზოგისაც დააკმაყოფილებს და ზოგისაც ვერა და არ გამოდის ეს ერთად. ხო, ისეთი ღირებულებები უპირისპირდება ერთმანეთს, ხო? თან ღირებულების და ხო, და თან მარტო მოსწავლეების შესახებ არა. აი მაგალითად სკოლა, რომელშიც ცოტა მოსწავლე იყო, ის იყო გააკოტრების საფრთხის ქვეშ და ვერ გააკოტრებს სკოლას, იმიტომ რომ უფლება ირღვევა ბავშვის, ანუ ვერ დახურავს სოფელში ერთ-ერთ სკოლაში შეუძლებელი. და მაგრამ თავიდან მანამ მიხვდებოდნენ სკოლები, რომ სახელმწიფო უარს ვერ იტყვის მოსწავლეების განათლებას და ეშინოდათ, რომ მართლა დაიხურება ეს სკოლა. მაშინ ამ სკოლებმა დაიწყეს მათ გარშემო ერთგვარი სოლიდარობის ქსელის შექმნა. ამ სოლიდარობის ქსელებში შედიოდნენ არა მხოლოდ მშობლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ, რომ მისი შვილი სხვა სოფელში არ დადიოდეს სკოლაში და ავტობუსით არ უწევდეს აქეთ იქით სიარული. არამედ სხვა სკოლებიც, დირექტორებიც, რომლებიც როგორც კოლეგები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ესეთი რაღაც გაჩნდა, მაგალითად, მოსწავლეების სესხება. ხო, აი, მასესხე მოსწავლე რო არ გავკოტრდა, ხო, და სიტყვაზე სამი თვით მომეცი მოსწავლე და უბრალოდ გააფორმებდნენ, რომ მის სკოლაში სწავლობს ის მოსწავლე, რომ ფული მიეღო და მერე დაუბრუნებდნენ, როცა ცოტა რაღაცა მომაგრდებოდა. აი, ბაღში 5 წლის ასაკის ბავშვები ვიცი, რომ ისინი რომ შემოვლენ შემდეგ წელს სკოლაში, ეს რაღაცნაირად დამეხმარება ამ ფინანსური კრიზისის გადალახვაში და აი ხა ცოტა ხნით მათხოვე და მერე დაგიბრუნებ. ხო და მუშაობს რა ეს რაღაცები, ხო რაც რაციონალურად წარმოუდგენელი შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, ვინც ეს სუპერრაციონალურად ფიქრობს, რომ რაციონალურ სისტემაში ყველა თავის მოგებაზე ფიქრობს და ურჩევნია რომ სხვა გაკოტროდეს და იქ რაღაცა საბაზრო ლოგიკით უყურებს ამას, რომ რაჯობია სხვა სკოლა გაკოტრდა, ესე იგი მე უფრო გადავრჩები და მე ბავშვებს მოვიზიდე, მეტი ფული მექნება, უკეთეს მასწავლებელს მოვიყვან და ასე შემდეგ. არ მუშაობს, იმიტომ რომ ეს არ არის რაციონალური სისტემა, ეს არის სოციალური სისტემა და სოციალურ სისტემაში შენ რომ მოხვალ ჩემთან და რომ თხოვ რომ ვიღუპები, ანუ სოფელი შეიძლება დაიცალოს და შეიძლება ჩვენ სამსახური დავკარგოთ და მე მჟივრები დავრჩებით და ჩვენ ხო დიდი ხანია მეგობრები ვართ, ჩვენ თქო კი ბატონო რა, მოდი ვითამშრომლოთ. ის უკვე სახელმწიფოს რა ქონდა ჩაფიქრებული, ეგ აღარ მუშაობს. ამიტომ ჩვენ ვნახეთ მაგალითად შემთხვევები 2009 წლებში, როცა სკოლა დაიხურა, ანუ ტექნიკურად აღარ არსებობდა, მაგრამ რეალურად იმ სკოლაში, იმ შენობაში, იმ სოფელში სწავლა გრძელდებოდა. ანუ ერთგვარი იატაკქვეშა სკოლები არსებობდა, უბრალოდ წინააღმდეგობა იყო. ადამიანები ამბობდნენ, რომ აი არ მაინტერესებს თბილისში რა გადაწყვეტეს. ჩემი ბავშვები ივლიან ჩემ სოფელში სკოლაში, სადაც ჩემი მასწავლებლები ასწავლიან და მასწავლებლების ნაწილი უფასოდ ასწავლიდა, ან მშობლების შემოწირულობებით არსებობდა. ანუ რეალურად მივიღეთ საჯარო სკოლები, რომლებიც კერძო სკოლების პრინციპით მუშაობდნენ, კერძო დაფინანსებით და უარს ამბობდნენ იმ გადაწყვეტილებებს და ამორჩილებოდნენ. და ეს თავისთავად კიდე ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, რომ აი რამდენი ცენტრალიზებული მართვა ამართლებს თუ არა, მაგრამ
თავისთავად სკოლის მნიშვნელობა კიდე ხო ისევ იმ თემას რო დაუბრუნდეთ რა არის სკოლა. სკოლის მნიშვნელობა და შინაარსი თუ რას ვეძახით სკოლას არის ცვალებადი და არის განსხვავებული სხვადასხვა ჯგუფებისთვის. ანუ მოსავლისთვის სხვა რამეა სკოლა, მასწავლისთვის სხვა არის, მშობლისთვის სხვა არის, განათლების მიღებისთვის სხვა არის, პოლიტიკოსისთვის სხვა არის, ვიღაცა ტექნიკური მუშაკისთვის სხვა არის და სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს და შეუძლებელია თან რომ ეს შეთანხმება მოხდეს, რომ აი ყველა ერთნაირად უყურებს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, თქვათ, რანჟირება ამ შეხედულებების, თქვათ, განწყობა დამოკიდებულებების და რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება იმისათვის, რომ სკოლამ მართლაც შეასრულოს თავისი სერიოზული დანიშნულება. არის ესეთი კონცეფცია არის, ეიმი კატმანი არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე მოაზროვნე, დემოკრატიის სპეციალისტი, ესეთი რამე დავარქვა და თან განათლების ძალიან საინტერესო წიგნი აქვს დემოკრატია და განათლება და ის აი ესეთ კლასიფიკაციას უთავაზობს, ან ჩარჩოს, რომელშიც შეიძლება ვიაზროთ. ანუ ის ამას რომ არის სამი ჯგუფი დაინტერესებული იმაში, რომ სკოლა ისე იმართებოდეს, ან ისეთ შინაარსით იყოს დატვირთული, როგორც მათ წარმოადგენთ. პირველი არის მშობლების ჯგუფი, მეორე არის განათლების სპეციალისტების და მესამე არის საზოგადოება, რომელიც მათ შორის ირჩევს პოლიტიკოსებს. ნორმალურ საზოგადოებაში ესეა ყოველ შემთხვევაში. და თუ გვინდა რომ დემოკრატიული იყოს ეს სისტემა, არც ერთს არ უნდა ქონდეს უპირატესობა და მუდმივად უნდა ხდებოდეს თანამშრომლობა ამ სამ ჯგუფს შორის. რაღაც მსგავს კონცეფცია იყო, შენ რო იწყებდი რეფორმირებაში ჩართვად, ხო, სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, ხო, მაგრამ სკოლა სპეციალისტები ამ შემთხვევაში, ოჯახი აი ზუსტად იგივე იდეაა რა ჩადებული, ხო? ორგანიზაციას ერქვა, ხო, ეს სწორედ ამ ფილოსოფიას ეკუთვნებოდა თავის დროს. ხო, მაგრამ ის გულისხმობს რას, რომ სხვადასხვა დონეზე შეიძლება სხვადასხვა ჯგუფს კონდეს უპირატესობა. მაგალითად, საკლასო დონეზე, ხო, პოლიტიკოს ვერ ექნება რა, უპირატესობა შეუძლებელია რა. ის არის უკვე მშობლის და მასწავლებლის ურთიერთობა უფრო მეტად, ხო? ანუ სპეციალისტის და მშობლის. მაგრამ შეიძლება აი მაგალითად სკოლის მართვის დონეზე იქ უკვე რაღაცა გავლენებში პროპორციები საზოგადოებას თქვას რაღაცა და სისტემის მართვის დონეზე შეიძლება ნაკლები ზონა კონდეს მშობელს და მეტი ზონა კონდეს სპეციალისტს და თქვა პოლიტიკოს და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი არის დემოკრატიულ განათლების სისტემაში ის რომ მუდმივად უნდა ხდებოდეს მსჯელობა და განსაზღვრა იმისი რა არის, რა გვინდა, რა მიზნები უნდა კონდეს, თანხმდებით თუ არა რაღაცა პოლიტიკის პრინციპებზე და ასე შემდეგ. და ამიტომაც ხო მნიშვნელოვანია რომ მე დავფიქრდეთ იმას ხო არის ვინ აი დამკვეთი რას ეძახიან ხო ვინ არის დამკვეთი და ეს სამივე არის სინამდვილეში დამკვეთი არ არსებობს სისტემა სადაც მხოლოდ მშობლები იღებენ განაწყვეტილებას ან მხოლოდ პოლიტიკოსები იღებენ იმიტომ რომ შეუძლებელი აი საბჭოთა კავშირში იყო ხო ეგ ცდილობა რომ მშობელი საერთოდ გათიშული უნდა იყოს სკოლის დონეზე განაწყვეტილებისგან. ნუ მიუხედავად იმისა რომ რაღაც დონეზე მაინც აძლევდნენ უფლებას რომ ჩართულიყო. მაგრამ რაღაც მშობელთა კომიტეტი და ესეთი რაღაცები არსებობდა. მაგრამ ხო მაინც არ მუშაობდა რა, იმიტომ რომ მაინც მშობელი მიდიოდა მასწავლებელთან და იწყებდა საქმის გარჩევას და ჩემი შვილი ესეთი არ არის რაღაცა ასე მოსწავლეთ სისტემა და განათლების პოლიტიკა როგორ ექცეოდა, ხო? დიდი კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკა როგორ ექცეოდა სკოლებს ხშირად. არაერთი ტალღა გვინახავს, ხო? ხო. მაგრამ თვითონ ეს ჯგუფებიც, ხო, ეს სამი ჯგუფი, მაგალითად პოლიტიკოსების ჯგუფი ვერ უნდა წყვეტდეს ვერაფერს კონსულტირების გარეშე, ხო? მაგალითად მშობლების და სპეციალისტების გარეშე თუ მიიღო განაწყვეტილება, მხოლოდ იდეოლოგიური შეიძლება იყოს ის განაწყვეტილება და მაშინ შეიძლება საერთოდ ვერ განხორციელდეს. ხო, მაგალითად იდეოლოგიურად მიღებული განაწყვეტილების ნიმუში რო ავიღოთ, აი თუ დაიჯერებს პოლიტიკოსი რომ კონკურენცია ჯობია თანამშრომლობას რა, მაშინ შეიძლება სკოლები მოაწყოს ისე რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ და არა ის რომ ერთმანეთთან ითამშრომლონ და აი ეს მაგალითი მე სწავლობდი, როცა თანამშრომლობა ბევრად უფრო ღირებულია სკოლისთვის, ხო? აჩვენებს რომ არ მუშაობს ეს სისტემა. აი მაშინ ახსოვს პოლონეთში ესეთი მაგალითი არსებობს ორი სკოლა იყო ერთი შედარებით არაპოპულარული და რაღაცა ზუსტი შედეგების მქონე და მეორე უფრო პოპულარული და პოლიტიკოსები ვერ ხურავდნენ ამ სუსტ სკოლას, იმიტომ რომ არ უნდათ რომ მათ შვილები, რომლებიც იქ სწავლობდნენ უკეთეს სკოლაში, მათ შვილებთან წამოსულიყვნენ ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სკოლაში ასწავლდნენ, ან ის სხვა მოსწავლეები, რომლებიც ითვლებოდა რომ მათ სწავლა არ უნდათ და ასე შემდეგ. ხო და ანუ მაინც იძულებული ხდება რომ ის განაწყვეტილებები დააფუძნოს რაღაცა
საბოლოო ჯამში იმ სპეციალისტების მოსაზრებას, იმიტომ რომ ის იმას შეუძლია რომ აუხსნას რა, ან მაგალითებითაც მათ შორის რა მომხდარა სხვა სისტემაში, როცა ასეთი გადაწყვეტილებები მიუღიათ, ხო? ისე როგორც მშობლების შეუძლებელია რომ მშობლებს უბრალოდ ესე მოусმინო და მიიღო გადაწყვეტილება. ხო, მაგალითად კალიფორნიაში ესე ძალიან ცნობილი ამბავი მომხდარი რამდენიმე ათწლეული წლის წინ მშობლები მუდმივად ითხოვდნენ საკლასო ოთახებში ბავშვების რაოდენობის შემცირებას, ჩვენთან ძალიან პოპულარულია ეს, ხო? რომ ქალაქებში არჩევა ცოტა ბავშვი იყოს კლასში და ეს რო გააკეთეს, მიიღეს ხარისხის კლება. მიუხედავად იმ ლოგიკის, რომ რაც უფრო ნაკლები ბავშვი იქნება, კაფსილებული. ახლა რატო? ხო, იმიტომ რომ არავინ არ გათვალა რა მოხდებოდა შემცირების დროს. ანუ რა მოხდა, როცა გაყვეს კლასები, ხო? აი მაგალითად რაღაცა 30 ბავშვი მაგივრად 15 ბავშვიანი კლასები გვაქვს. შენ გჭირდება უკვე 2 მასწავლებელი. იმის მაგივრად რომ ყავდეს 1 მასწავლებელი და ამ მეორე მასწავლებელს საიდან მოიყვან? თუ სისტემაში უკვე დასაქმებულები არიან საუკეთესო მასწავლებლები. თუ იცი რომ სისტემის გარეთ კიდევ ვიღაცები არიან, თან იგივე კომპეტენციის მქონე, რაც უკვე დასაქმებულია. მაშინ კიდე არ აუშავს რა, ანუ იგივე კომპეტენციის მასწავლებლები მოვლენ და შეიძლება მართლა გამომჯობესონ. მაგრამ თუ სინამდვილეში ეხლა ვინ სისტემაშია დასაქმებული არის საუკეთესო კადრები, მაშინ შეიძლება მოგიწიოს უფრო ნაკლები კომპეტენციის ხალხის შემოყვანა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილო, რომ ნაკლები ის იყოს ბავშვი იყოს. საქართველოში სიამოვნებაში ეგ სტატისტიკურადაც ჩვენებად ჩანს, რომ რაც უფრო ნაკლები ბავშვია კლასში, მით უფრო უარესია განათლების ხარისხი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, ხო? კერძო სკოლა, სადაც 10 ბავშვია, შეიძლება უკეთესი შედეგები ქონდეს, ვიდრე თქვა საჯარო სკოლა, სადაც 40 ბავშვია, 40 წესი არ უნდა იყოს, 35 ბავშვია მაქსიმუმ. მაგრამ პირიქითაც გვაქვს, ანუ სინამდვილეში თბილისის სკოლები, სადაც 30-ზე მეტი ბავშვია ძირითადად, თითო კლასში უკეთეს შედეგებს გვაჩვენებს, ვიდრე სოფლის სკოლის მინდოდა ეს თემა ცოტა ჩაგვეშალა და რა ვიცი, 1000 სკოლას 10 ბავშვი ნაკლებია კლასში. ესე იგი, დიდი ფაქტორები, ხო? თქვათ ამ კვლევების მიხედვითაც ვიცით, რა, ქალაქის სოფელი, კერძო, საჯარო თავი განსხვავებული ფაქტორები რა არის, როცა მშობელი. სხვა შორის მინდოდა მეკითხა, თუ გირეკავენ, თუ გაწუხებენ ხოლმე მშობლები, ხო, ესე იგი, როცა არჩევანის წინაშე დგანან, სად მოიყვანონ, სად გადავიყვანო და რას პასუხობ ხოლმე? პატარა ჩანართი გავაკეთოთ პრაქტიკულად. ძალიან რთული კითხვა ახლა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ნუ პირველი არის ის, რომ წადი სკოლა ნახე, დაელაპარაკე მასწავლებელს, ვინც იქნება დამრიგებელი, იმიტომ რომ ძირითადად მაშინ დაწყებითებში ერთი მნიშვნელოვანი მასწავლებელია, რომელიც საგნების ძირითად ნაწილს ასწავლის. და ეს არის ხოლმე გადამწყვეტი, შეიძლება სკოლა სულ არ იყოს რაღაცა სუპერ რაღაცა მოწყობილი ან სხვა, მაგრამ ადამიანი იყოს ის, ვინც ყოველდღიურად ურთიერთობს ბავშვთან. რა ამასაც არ სოციალური სტატუსის გავლენა. ხო და იმ წინა უფრო დიდ თემას რო დავუბრუნდეთ, ხო, აი რა ახდენს გავლენას მოსწავლეებზე. თავისთავად სკოლა, როგორც რაღაცა მასწავლებლების, ტექნიკური რესურსების და რაღაც კულტურის კრებული, ხო, აი რაღაც ამი რაღაც მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა, მაგრამ ასევე მეორე ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორი თუ რა შედეგებს აღწევს მოსწავლეს არის ის თუ ვინ არის მისი ოჯახი და რა პირობები აქვს სახლში. სხვა ქვეყნებში სხვა შორის განსხვავებული ვითარება. საინტერესო იყო რომ სადაც 60 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ძალიან დიდი კვლევა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც მე მგონი 600,000 მოსწავლე გამოიკვლია. და აი მაშინ იქ ნახეს რომ ოჯახებს მეტი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. ეს იყო ჯეიმს კოლმანის მეთაურობით დიდი კვლევა და იქ ნახეს რომ ოჯახებს უფრო მაღალი გავლენა ჰქონდა მოსწავლეების შედეგებზე ვიდრე სკოლებს. და ეს უბრალოდ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე რომ აი მაშინ აზრი არ აქვს სკოლაში არაფერს კეთებას.
და სამწუხაროდ პოლიტიკოსებმა ამერიკაში და სხვაგანაც გამოიყენეს ეს კვლევა იმისთვის რომ ეთქვათ რომ აი ვიღაცებს რაც არ უნდა ეცადოთ ისინი მაინც მისი ოჯახები განათლებელები არიან სადაც ოჯახში არ ყავთ ხალხი რომელიც განაწყობს მათ პოზიტიურად განათლების მიმართ და ამიტომ უნდა დავხარჯოთ მარტო იმ ბავშვებზე ვისაც ისეაც უნდათ სწავლა და შეუძლიათ სწავლა და ეს იყო არასწორი მაგრამ იმავე დროს როცა ეს კვლევა ჩატარდა დამთავრდა თუ არა ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა სტივენ ჰაინემანი არის ესეთი შენ გეცოდინება იმიტომ რომ აქ ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან მისი დისერტაცია იყო იმის შესახებ რომ გაერკვია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ და ზოგადად რაღაცა დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გარეთ იგივენაირად მოქმედებდა თუ არა ოჯახი და მან აღმოაჩინა რომ სხვაგან სადაც უფრო ღარიბია ქვეყნები იქ სკოლას უფრო მეტი გავლენა აქვს ვიდრე ოჯახს და ახლა ჩვენ ხედავთ იმას რომ რა ქვია აი მაგალითად არის ჩვენთან ერთი 5 წლის წინ ჩატარებული კვლევა რომლის ინტერესი იყო ესეთი რომ შეესწავლა მაგალითად კერძო სკოლები საქართველოში აძლევს თუ არა რაიმეს დამატებით მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებასთან კავშირში და ერთი და იგივე სოციალური ფენის მოსწავლეების შედარება მოხდა კერძო სკოლებში და საჯარო სკოლებში და მიუხედავად იმისა რომ ზოგადი შედეგები თუ ამ სოციალურ ფენის ფაქტორს გამოურიცხავთ არის რომ კერძო სკოლებში მოსწავლეს უფრო მაღალი შედეგები აქვს ვიდრე საჯარო სკოლებში თუ სოციალურ ფენას ვაკონტროლებთ ანუ ერთი და იგივე სოციალური ფენის მოსწავლეებს ვადარებთ ერთმანეთს დიდი განსხვავება სკოლებს შორის არ არის ან სკოლის ფაქტორს შორის ანუ კერძო სკოლაც მაგალითად იმ კვლევაში ესე იყო 3 საგანი იყო აღებული თუ არ ვცდები ხო საფუძველო თუ ხო ანუ ისა კითხვა თუ რა თქვია ციგნიერება ეს მათემატიკა და ბუნებისმეტყველება და ამ სამიდან ორში საერთოდ არ იყო არანაირი სხვაობა და ეგ აჩვენებს რამდენიმე რამეს რომ ოჯახი განაპირობებს სინამდვილეში ის მოსწავლე რა შედეგებს იღებს იმიტომ რომ კომპენსირებას აკეთებს საჯარო სკოლაშიც იმ დანაკლისი თუ არის დანაკლისი სხვა გზით კერძო მასწავლებლებით იქ რაღაცა მეტი რაღაც გამოცდილებით იქ რაღაც მოგზაურობა მუზეუმში სიარული თეატრში სიარული ასე შემდეგ მეორე არის ის რომ პედაგოგიურად დიდად არ განსხვავდება კერძო სკოლები და საჯარო სკოლები. აქ ეხლა არავინ არ წარმოიდგინოს, რომ ლაპარაკია ყველა სკოლაზე, საჯაროზე, ყველა სკოლაზე, კერძოზე. ეს საშუალო შედეგებზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენი სკოლის მეთოდი სრულიად სხვა არის. სწავლების ვიდრე საჯარო სკოლების უმეტესობის და კერძო სკოლების უმეტესობისაც. და ვერ იტყვი რომ იგივე მეთოდი აქვს და ამიტომ იგივე შედეგი აქვს და ასე შემდეგ. შინაარსიც სხვა არის, ხო რა, ხო ჩვენთან ჩვენ სკოლაში ლიტერატურის კურსის, ანუ უცხოენას ვასწავლეთ როგორც ლიტერატურას და არა როგორც რაღაცა ენობრივ კომპეტენციას, ანუ გრამატიკას ნაკლებად სწავლობენ და უფრო სწავლობენ მშობლიურ ლიტერატურას ინგლისურის კურსში. ხო და ეს აჩვენებს იმას, რომ სკოლები ძალიან გავს ერთმანეთს, კერძო იქნება, საჯარო იქნება, ქალაქი იქნება, თუ სოფელი იქნება, უბრალოდ სხვადასხვა გავლენა აქვს სინამდვილეში სოციალურ ფაქტორს. ის განსხვავება, რაც არის ქალაქს და სოფელს შორის, შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოწვეული მშობლების განათლებით და მათი შემოსავლებითაც მათ შორის. მაგალითად, რამდენი წიგნი აქვს სახლში, თუ აი თქვათ, მოსწავლეებს რამდენი დრო აქვთ სახლში, რომ რა ვიცი, იფიქრონ, იმუშაონ, ითამაშონ და ასე შემდეგ და არ იმუშაონ, რა თქვათ. ოჯახის დასახმარებლად. ან მაგალითად შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, აქვს თუ არა საკუთარი სივრცე ბავშვს, ხო, სადაც დაждდება და არ იქნება მუდმივად ჩართული საოჯახო საქმეებში, ხო, თავისი ოთახი რამდენ ბავშვს აქვს. და ეს ქალაქებში უფრო ხშირად ხდება, ვიდრე თქვათ სოფლებში და შეიძლება ეს უფრო განაპირობებდეს იმ მოსწავლეების შედეგებს. ვიდრე ის რომ მაგალითად კი მასწავლებლების არათანაბარი განაწილებაც არის, ხო, რომ თქვათ ქალაქს მეტი არჩევანი აქვს, ვისგან შეარჩევს თავის მასწავლებლებს, ვიდრე სოფელს. ვიდრე სოფელში კონკურსები დაბალია რა მასწავლებლის პროფესიაზე. და ესეც შეიძლება განაპირობებდეს. ესე რომ ხო გადაწყვეტილების მიღების დროს სისტემის დონეზე ყოველთვის ასეთი რაღაცების გათვალისწინებაც უნდა ხდებოდეს და ჩვენთან სამწუხაროდ
კვლევები ხშირად ტარდება როგორც უბრალოდ იმის დადასტურება, რომ გვინდა რომ ვიყოთ რაციონალურები და არა იმისთვის, რომ სიამდვილეში ვიყოთ. ანუ უფრო ორნამენტია ეს კვლევის შედეგები, რა. აი მაგალითად ჩვენ უკვე 20 წელია დაახლოებით ჩართულები ვართ საერთაშორისო კვლევებში, რომელიც ადარებს სხვა სისტემას, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც ამ კვლევის საფუძველზე იქნება მიღებული, პრაქტიკულად არ არის. არც არ მახსენდება. რაც ზედაპირული განხილვების ტალღა რაც გადაირბენს ხოლმე, უფრო ისეთი ჟურნალისტური ინტერესის დონეზე, ასე შევიკრიბებით, რაღაცას ემოციურად გამოხატავთ რაღაც რეაქციებს და რაც შეეხება რაციონალურ გადაწყვეტილებებს და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში გადადის თუ არ გადადის, ხო, მგონია რომ, რა ვიცი, მეც იშვიათად არც მახსენდება პრაქტიკულად. არა, მაგალითად ეს ყველა ეს კვლევა ერთი გამონაკლისის გარდა. ყველა ეს კვლევა გვაჩვენებს, რომ ერთ-ერთი პრობლემა არსებობს, ამდენი აწლეულია, რომ მაგალითად სოფლის და განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლის დასახლებებში უფრო უარეს შედეგებს აჩვენებენ ბავშვები, ხო? ეხლა რაც ვილაპარაკე. თან თუ ვიცით, რომ სოციალური ფაქტორი არის გადამწყვეტი, ეხლა უნდა არსებობდეს პროგრამა, რომელიც უპასუხებს ამ რაღაცა იმას, ხო, პრობლემას. მაგრამ მაგალითად რა შეიძლება იყოს, ხო, პროგრამა მაგალითად გახანგრძლივებული რაღაცა დღე ან კვება, იქ რომ დარჩეს სკოლაში აჩება დიდხანს და არ მოუწიოს იქ რაღაცა სახლში წასვლასაც პირობები შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი. ან რა ვიცი, დამატებითი რაღაცა საგანმანათლებლო შესაძლებლობები დისტანციურად, არადისტანციურად ასე შემდეგ. ხო, ბევრი სხვა რაღაც არსებობს, რითიც შეიძლება კომპენსირება გააკეთო, მშობლების განათლების პროგრამები არსებობს. რა ვიცი, უამრავი რაღაც შეიძლება გაიკეთებენ საერთოდ. არაფერი არ არის გაკეთებული, იმიტომ რომ თავისთავად ის კვლევა ამისთვის არ არის საჭირო ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ეს კვლევა არის საჭირო უმეტესად იმისთვის, რომ საქართველოს თქვას, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებივით მონაწილეობთ კვლევებში. და რო თქვა, რომ აი ჩვენც ისეთივე რაციონალურები ვართ, როგორც არის თქვა საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ. ოღონდ განსხვავება ეგ არის, რომ გერმანიაში როცა ნახეს, რომ დავალი შედეგები ჰქონდათ სხვა ქვეყნებთან შედარებით. უბრალოდ რეიტინგის გასაუმჯობესებლად კი არ ცადეს იქ, რომ რაღაც ბავშვები დაეტრენინგებინათ, რომ უკეთესი შედეგი მიიღო. არამედ დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ მაგალითად საბავშვო ბაღები უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გამხდარიყო, რომ მე ამას საფუძველი შეექმნა, რომ უფრო მომზადებულები მოსულიყვნენ სკოლებში. რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს ერთგვარი ჩემპიონი, ხო? რაინდი, რომელიც იბრძვის ამ რაღაცა მნიშვნელოვანი იდეებისთვის და რომელიც ცდილობს რომ დაარწმუნოს მაგალითად, აი განათლების მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა ფინანსთა მინისტრთან ურთიერთობა, რომ უნდა დაარწმუნო ის, რომ შენ მეტი ფული გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა გამოაუმჯობესო. ის გეუბნება, რომ აი როგორ გიყიდე ენერგეტიკის რაღაცა მინისტრო გვაქვს, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის რაღაცა ყველას ფული უნდა და რაღა შენ. და შენ უნდა იყო იმდენად ძლიერი, რომ შეეძლო რომ დაუსაბუთო, რომ აი ნახე რა, აი წინაკვლევა, იმის წინაკვლევა და გამოცდილება, ხო, რომ აი არსებობს პოზიტიური გამოცდილებების. და იმისთვის რომ რაღაც მივახციოთ, ეს არის საჭირო. მაგრამ მე ფინანსთა მინისტრის, მე არის პრემიერ-მინისტრი, მე არის პარლამენტი, რაღაც ყველასთან უნდა რაღაც ბრძოლები გადაიტანო. მე არის საზოგადოება, რომელიც გემო რა დროს ეს არის, როცა ის გვინდა. მეგონი ერთ-ერთ პოდკასტში თქვი, ვიცნობ ადამიანს პირადად და საინტერესო მოსმენელი მაქვს, საინტერესოა აი ფინეთში როგორ შეიქმნა ასეთი ჯგუფი, რომელმაც გაიტანა ეს თემა. და იქიდან მოყოლებული, ხო, ხედავთ ახლა რასაც აჩვენებს ეს ქვეყანა განათლების კუთხით. მაგრამ იქ სტრუქტურული გადაწყვეტილებები იყო კრიტიკული, ხო? ანუ იქ უბრალოდ ის კი არ არის პრობლემა, ჩვენთან ადამიანი არ არის და იქ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ იბრძოლოს. უბრალოდ იქ მიხვდნენ რაღაც მომენტში, რომ თუ ეს სტრუქტურა არ მუშაობს, რომ აი მინისტრები იცვლებიან რაღაც, მაშინ რაღაც უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ამ ცვლილებამ აღარ გამოიწვიოს ახლა ცვლილებები რა, მაგალითად არსებობდა განათლების საბჭო, Board of Education-ი ერქვა და ის განათლების საბჭო იღებდა რეალურად გადაწყვეტილებებს, რაც ანუ ქონდა პოლიტიკური დაკვეთა, ეს რაც იყო ზოგადი, რომ ჩვენ გვინდა რომ მაგალითად შემცირდეს უთანასწორობა სისტემაში, ხო, რომ აი რაღაცა ძალიან დიდი განსხვავება არ იყოს საუკეთესო და ყველაზე სუსტ სკოლებს შორის. და მე უკვე გეუბნებიან, რომ აი შენ გაქვს რაღაცა ეს დავალება,
მომიტანე გეგმა, რამდენი ხანი გჭირდება, რამდენი ფული გჭირდება, მე ვილაპარაკოთ რა გვაქვს ეს ფული, არ გვაქვს, ეს დრო გვაქვს, არ გვაქვს ასე შემდეგ. და რო შევთანხმდებით, მე მუშაობ ამაზე მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მინისტრი, არ იქნება და ასე შემდეგ. და გასაგებია რომ ქვეყნების უმეტესობაში ეს არ მუშაობს ასე, იმიტომ რომ ეს რაციონალური პროექტული ციკლი პოლიტიკურ სისტემებში რეალურად არ მუშაობს ხოლმე რა, ეგ რაღაც მომენტში ვიღაც მოვა პოპულისტი და რაღაც სიტყვის და ხალხის განწყობა შეიძლება ამასობაში შეიცვალოს. ან რაღაცა მოხდეს რა რადიკალური, უცებ აი მაგალითად კვლევამ შეიძლება აჩვენოს რომ შენ რო გეგონა რომ 5 წელი სწორად მუშაობდი, უცებ რაღაცა იკარღვევა გაქვს. ან შეიძლება სრულიად სხვა რაღაცა ის იყოს ტრიგერი რა, აი თქვა უცებ ხალხი გაგიჟდეს იმაზე, რომ უსაფრთხოების პრობლემა აქვს ბავშვებს და არა მათემატიკის სწავლის და ამაზე გადაერთავს თელი სისტემა, რომ აი უსაფრთხოების პრობლემა მოაგვაროს. და ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მდგრადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზნების და ღირებულებების. ან მაგალითად ახლა ფინანსზე პირველი რაც ვახსენე იყო უთანასწორობა, ხო, რატო ეს შემთხვევით არ არის, იმიტომ რომ მათი მიზანი არის ეს ჩამოყალიბება თანასწორი საზოგადოების. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ფინეთის და საქართველოს განათლების სისტემების იყო ის, რომ როცა ფინეთში ვიყავი სკოლაში და ვეკითხებოდი იქ მასწავლებელს რატომ აკეთებ რაღაცას, ის მასწავლებელი პასუხს ვცემდა საზოგადოების პერსპექტივიდან და არა გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივიდან. ზუსტად იგივე ის დაბეჭდილება ჩამოყვა მეც. ანუ ყველა მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ჩვენ გვინდა ავაშენოთ საზოგადოება, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ წევრს, რომ იცხოვროს კეთილდღეობაში. და ეს კეთილდღეობის საზოგადოებას ვერ ავაშენებ, თუ ეს ბავშვი დამრჩება ყურადღების მიღმა. ანუ ის იმას კი არ გეუბნებოდა, რომ ჩემ კონტრაქტში წერია, ან მინისტრის ბრძანება არსებობს და რაღაცა. ანუ ის ამბობს, რომ მე გაცნობიერებული მაქვს რა არის საზოგადოება, რისკენ მივყავს. და ამიტომ შინაგანი მობილიზაციაც ამაზე მემართება პირველ რიგში. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ასეთი ის ჩამოყვა მეც, მაშინ რაც მაშინ სხვა შორის იქიდან ჩამოყვა ეს მოსწავლეზე ორიენტირებულობის ნამდვილი პრაქტიკული, აი ეს პრაქტიკული რაც ხორჩესმული მაგალითები ძალიან მაგარია. ხო, მაგრამ მოსწავლეზე ორიენტირებული შეიძლება იყოს საზოგადოების მიზნების გაუცნობიერებლადაც. ხო, ვფიქრობდი რომ აი ამ კონკრეტულ ბავშვს რაღაცა კარგი იქნება რომ ესე მაგრამ თუ საზოგადოების მოდელი გაქვს კიდე თავში, სადაც ყველა წარმატებულია და არა კონკურენციაში გამარჯვებულია წარმატებული. თანაბრად წარმატებულობის იდეალი თუ გაქვს, მაშინ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მაგალითად სკოლას ყავდეს თქვა დამხმარე პერსონალი, რომელიც აი ვინც ჩამორჩება იმას მუშაობს, ვიღაც ენობრივი პრობლემა აქვს, იმასთან მუშაობს, ვიღაცას რაღაცა. ხო, ნუ ერთი სკოლის ფარგლებში რამდენიმე ქვესისტემა იყოს მობილიზებული იმაზე, რომ თანასწორად რეალიზებული იყოს ყველა ბავშვი. ხო და ჩვენი მთავარი პრობლემა ეგ არის სინამდვილეში, რომ საზოგადოებრივი მიზნები, ანუ როგორი საზოგადოება წარმოგიდგენია, რომ გვინდა რომ იყოს, აი მან გვაქვს ესე ვთქვათ ბუნდოვანება და მე ანუ ბუნდოვანება შეასრულოს, რომ მაინც დღეს მე რაც ვაკვირდები, უფრო პოპულარულია ის წარმოდგენა, რომ ჩვენ გვინდა გქონდეს საზოგადოება, სადაც ადამიანი გაიმარჯვებს რაღაცა საზოგადოების სხვა წევრებთან კონკურენციაში. და ეგეთ მოდელში ხო ყველაფერი ან ეგეთ მოდელში არ არის პრობლემა რა, იქ რაღაცა სოფელში თუ სკოლა რა სიზავ რა. ვერ გაიმარჯვებენ ეგენი, მაგრამ ვიღაც ხო გაიმარჯვებს, ვიღაც ხო აიღებს თავის თავზე იმ ფუნქციას, რომ მე ამ სოფლის სკოლა დამთავრებულებს სამსახური მისცეს. ანუ მე რა თვითონ ვერ შექმნიან ვერაფერს. გადარჩებიან მაინც რა საზოგადოებაში თავის ადგილს იპოვის. ეს რაღაცა ყალბი მერიტოკრატია არის პრობლემა სინამდვილეში. იმიტომ რომ თუ გჯერა იმისის თუ გჯერა, ისიც გაუცნობიერებლად შეერათ, რომ აი ეს კონკურენცია იქნება თავარი მამოძრავებელი განვითარების. იმისი შეიძლება გჯეროდეს და მაინც გჯეროდეს იმის, რომ საწყისი შესაძლებლობები მაინც უნდა იყოს თანაბარი. იმიტომ რომ მაშინ აღარ არის ეს სამართლიანი კონკურენცია, ხო, ეს სიტყვა სამართლიანობა უკვე მან და ეს ცნება სამართლიანობის წარმომავლობანი ხდება. ანუ მემარჯვენე იქნება და მემარცხენე იქნება სულ ერთია რა, საბოლოო ჯამში შეიძლება მიხვიდე იმ გაგებამდე, რომ ნებისმიერ ინდივიდს უნდა ჰქონდეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობა. ოღონდ ეს მხოლოდ ინდივიდებზე უკვე მიდიხარ ცენტრისკენ და მემარცხენეობისკენ, მაშინ როცა ვფიქრობ, რომ არ არის მთავარი მხოლოდ ინდივიდი, არამედ საზოგადოება არის კიდე მნიშვნელოვანი. და აი აქ და თან მარტო ღირებულებების გამო არა, არამედ იმიტომაც, რომ ანუ არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აი რაღაცა თქვა მისდევდეს ტრადიციას, ეს რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. არამედ მაგალითად
ეკონომიკურად გამიმთავრდეს ეს საზოგადოება ან მაგალითად რაღაც ქმნიდეს რაღაცა სულიერების საფუძვლებს, ხო, რაღაც ხელოვნებას, რაღაც კულტურის სხვადასხვა გამოვლინებაში იყოს ჩართული მიუხედავად იმ თავის პროფესიის და ან ბევრი სხვადასხვა განზომილება განათლებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ამ ნოტზე რო არ გავჩერდეთ და ნელ-ნელა დასრულებისკენ უნდა წავიდეთ. თუმცა ერთ-ერთი რაც ახლა ძალიან მკვეთრად გამახსენდა ამ საუბრის თანასწორობის თემაში წასვლასთან ერთად იყო კონტრასტული განსხვავებები ამერიკის შეერთებულ შტატების სკოლებს შორის. თან ასე გვერდიგვერდ სკოლებს შორის. ეს იყო ერთ-ერთი დიდი კულტურული შოკი, რომელიც მაშინ მქონდა. რა თქმა უნდა ვიცოდი და ერთგვარი მზაობა მქონდა, რომ ხო, ერთგვარი მოლოდინი, რომ არის იქ კონტრასტები სკოლებს შორის, მაგრამ ანუ აი ასეთ დონეზე არ ველოდი ნამდვილად. ახლაც მომყვება აი ეს ბოსხის იმასავით ტრიპტიხივით, მაგის ისინი მართლა სერიოზულად ამბობ, აი ეს ძალიან კონტრასტული სურათები სკოლებში სიტუაციის. თუმცა უამრავი კარგი სკოლის სტუმარიც ყოფილვარ იქ ამერიკაში სხვადასხვა წლებში, მაგრამ აი ერთ-ერთი ვიზიტის დროს სპეციალურად იყო ჩაფიქრებული, რომ ეს გვენახა ჩვენ. და ჩვენგან განსხვავებით იქ ნაკლებად მალავენ. ხო? რეალურ მოცემულობებს ქნებას, თქვათ, სოციალური სეგრეგაციის თუ ასე შემდეგ. ხო, საზოგადოების მოწყობის სხვადასხვა მოდელებია და ამერიკაში ვერაფერ დაითანხმეს, რომ რაღაცა ეს გადმოიღონ ევროპიდან, ანუ სულად შიში სოციალიზმის საჯერგეცივი ომის დროიდან, რომ რაღაცნაირად სოციალიზმი უკავშირდება კომუნისტურ სისტემას და თავისუფლებების შეზღუდვას და ასე შემდეგ და სინამდვილეში აშკარად ჩანს ევროპულ განათლების სისტემებში, რომ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს სკოლის დონეზე ყველასთვის, რომ მიიღოს მაღალი დონის განათლება. ახლა სხვა საკითხია, ხო, არც ერთი განათლების სისტემა არ არის მოწყვეტილი საზოგადოების კულტურული საფუძვლებისგან თუ ეკონომიკური საფუძვლებისგან და ყველა არის რაღაცა იმ ბრძოლის შედეგი და ევროპის ქვეყნების უმეტესობამ აირჩია ეს რაღაც სოციალ-დემოკრატიული მოდელი და ამ მოდელს მიყვება, სადაც ხო, ანუ ეხლა უკვე პრობლემები არის ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებით ემიგრაციასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებენ, რომ ეს მოდელი შეინარჩუნონ, იმიტომ რომ ახალი ძალიან დიდი პრობლემა გაუჩნდათ, რაც არის რაღაც ახალი აკადემიით ჩამოსული ადამიანების ინტეგრირება საზოგადოებაში და უკვე გაჩნდა ქალაქების სკოლები, სადაც თქვათ აი მაგალითად გერმანიაში არის სკოლები, სადაც გერმანულენოვანი მოსწავლეები, რომლებიც დაიბადნენ გერმანულ ოჯახებში, ან გერმანიის მოქალაქეების ოჯახებში დაიბადნენ, ისინი შეიძლება იყვნენ უმცირესობაში და იქ ძალიან პრობლემური არის მერე აი იმ სკოლის ორგანიზება ისე, რომ რაღაცნაირად გადმოიყვანა ფინანს ეს ნაკლებად აქვს ეს პრობლემა. მაგრამ ზოგადად ამერიკული მოდელი გულისხმობს იმას, რომ ვისაც მეტი ფული აქვს, იმას მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ მიიღოს უკეთესი განათლება და არა და სახელმწიფო არ ცდილობს გათანაბრებას, შესაძლებლობის გათანაბრებას, ანუ ცხადია ზედაზღვარს არ აწესებს ევროპაში ძალიან, მაგრამ მუნიციპალიტეტები როცა აფინანსებენ სკოლებს, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ სკოლებს შორის არ იყოს დიდი განსხვავება და ამერიკაში აფინანსებს ადგილობრივი გადასახადი. თემის გადასახადებით ხო აკუმულირდება სკოლების ბიუჯეტი. ადგილობრივი ქონების გადასახადი არის გადამწყვეტი. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ აი მაგალითად თბილისის მაგალითი რო ავიღოთ ხო, რომ თუ ვაკეში ქონების ფასი არის უფრო მაღალი ვიდრე თქვა ვარკეთილში უფრო ნაკლები ალბათობით ექნება სკოლას იგივე მოცულობის ფინანსები რაც აქვს ვაკის სკოლას და შესაბამისად საუკეთესო მასწავლებელი მე იქით მიდიან, სადაც უფრო მაღალი ხელფასია, მოსწავლეებიც, მშობლებიც ცდილობენ რომ გადავიდნენ ერთი უბნიდან მეორეში, რომ მე ის სკოლა ეკუთვნოდეს და არა მეორე, მიუხედავად ვინც მზად არის რომ მაღალი გადასახადები გადაიხადოს ქონებას. გადასახადის თვალსაზრისით და მე დამზერადია ეს ტენდენცია. სპეციალურად ვიკითხე საერთოდ, რომ ჩვენ საჯარო სექტორში არ არის ეს დიდი განსხვავება, მაგრამ მთლიანად კერძო სკოლების ისევ ზემოდან თუ დავხედავთ, ხო? თქვათ ეს მოძრაობა
სოციალური წარმატებების, სოციოეკონომიკური წარმატებების ოჯახებში, რამდენად აისახება სკოლებში ბავშვების განაწილებაზე. ხო, შემოსავლები სხვადასხვა უბნების მაცხოვრებლებს სხვადასხვა აქ და იმ უბნებში იხსნება უფრო მეტად კერძო სკოლები, სადაც უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ხალხი ცხოვრობს და იმ დასახლებებშიც, ხო, მაგალითად თბილისი, ბათუმი არის ორი ძირითადი ქალაქი, სადაც არჩევანი არსებობს კერძო სკოლებში. ქუთაისშიც არის კერძო სკოლა და თქვა შეიძლება ქალაქებშიც იყოს, მაგრამ თქვა გორშიც არსებობს, მაგრამ იქ ისეთ ფართო არ არის არჩევანი და ეს არ არის შემთხვევით, ხო, სადაც უფრო მაღალი შემოსავლებია, მით უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, რომ რაღაც კერძო სექტორი განვითარდეს. და ეხლა მან პრობლემა არის ის, რომ თავისთავად ეს სისტემა, ხო, როცა სკოლები გეოგრაფიულად არის რაღაცნაირად ერთ ადგილას კონცენტრირებული, იწვევს იმას, რომ მთელი ქალაქიდან ეს რაღაცა უფრო მაღალი შემოსავლების მქონე და ინტერესის მქონე ხალხი მერე მოდის ამ სკოლაში და ეს ცალკე რაღაც აცობებს იწვევს და ეს აი მაგალითად მე ასე ვხედავთ კიდეც ხო ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ სტრუქტურაზე მოქმედებს საზოგადოების. მე ცხოვრობ იმ უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და სკოლაში ვიარე. და მხოლოდ იმიტომ რომ იმ უბნის სკოლაში დავდიოდი, ეხა ფეხით რო გავივლი ხოლმე იქ უამრავი ადამიანი ხდება, ვისაც ვიცნობ მხოლოდ იმიტომ რომ სკოლა გვაქვს ერთად გავლილი. ან მასწავლებელი, ან რაღაც პარალელურ კლასელი სხვები რა, უფროსები, ოღონდ სკოლელები. და ეს სკოლა არის რაღაცნაირად შემკრები, ამ გამოერთიანებელი დუღაბი რა იმ საზოგადოების. და შენ თუ დადიხარ სხვა უბანში, სრულიად სხვა უბანში, სკოლაში და მე კიდე გზაში საათნახევარი ან 1 საათი ხარ ავტობუსში ან რაღაცა ზღოლი, მშობელი მიყავს მოყავს. იმ უბნის მაცხოვრებლებს საერთოდ არ იცნობ. ან შეიძლება რაღაც კორპუსში ცხოვრობდეს, სადაც მეზობლების დიდ ნაწილს არ იცნობ. და იმ სკოლაში თუ დადიხარ, შენი ასაკის ბავშვებს ყველას იცნობ. იმ კორპუსიდან, იმიტომ რომ ეს არის შენი უბნის სკოლა, ერთად რაღაცა დილით ერთად ხვდებით, მიდიხარ, მოდიხარ. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩემი აზრით, იმიტომ რომ გაუცხოება ადამიანების არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ურბანულობას ადასტურებს, ხო? რომ კეთილდღეობა, რომელიც ახსენე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თემი, ხო? ესე იგი, შენი თემი, შენი უბანი, შენი სამეზობლო, იმიტომ რომ ამას დიდი გავლენა აღმოჩნდა, რომ აქვს ერთ-ერთ ხუთეულიდან ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობისა რა. სოციალური განვითარებისთვის იმ საზოგადოების არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე თუ ჩემ სოციალურ ჯგუფთან ერთად, ანუ მსგავს შემოსავლების მქონე ოჯახების შვილები ერთად სწავლობენ, მე საერთოდ ის განცდა აღარ აქვს, რომ არსებობს სხვა სამყარო, სადაც აი ხა ჩვენ სკოლაში მაგალითად ერთ-ერთი კარგი პროგრამა, რასაც აი წინა წლებში ვახორციელებდით, იყო ეს, რომ საჯარო სკოლებიდან მოყავდა ბავშვები და რაღაც ერთმანეთთან ვალაპარაკებდით და ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას და ერთი იყო ის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ცუდად იცნობენ საჯარო სკოლებს, იმიტომ ხშირად მანამდეც კერძო სკოლებში სწავლობდნენ და მერე გადმოდიან ჩვენთან, აღმოაჩენდნენ, რომ ინტერესები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ შესაძლებლობები არის კეთილად განსხვავებული, რომ ახლა შეიძლება ჩვენი სკოლის მოსწავლეები რაღაცა დადიან ექსკურსიებზე საზღვარგარეთ და ისინი ვერ დადიან საქართველოში. ან თქვათ რაღაცა ისეთი გამოცდილებები აქვს, რაც იმათ წიგნებში აქვს ნანახი, ხო? აი ახლა მე უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდი კონსულტანტად და მახსოვს ბავშვები სწავლობდნენ სოფლიოს მუზეუმების შესახებ და ბავშვებს ნაწილავენ და კი ნავყოფილ. რაღაც ლურში, რაღაცა იმაში რაღაცა იტალიაში რაღაცა ოფიცი და ასე შემდეგ რა. მაგრამ კი ვიცი, აი ფლორენციაში და ხო და სხვა ბავშვისთვის ეს არის უბრალოდ რაღაც სრულიად რაღაც უცნაური ინფორმაცია რა არის რა ლური რა ოფიცი რა ესე ხო. ხო და პინაკოტეკა და ხო და ამ მეორე მხრივ ამ ბავშვებს გაყინული უნახავთ ქათამი მხოლოდ და ცოცხალი რა დარბის ეგეთი რამე არ იციან რა და ძალიან ანუ ეს შეიძლება კაი კულტურულად განსხვავებები ჩამოყალიბდეს, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს შეძლებულები მე იწყებენ ერთმანეთის დახმარებას, მაგალითად ეკონომიკურ სფეროში, ხო, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან კომპანიების შექმნაში, ორგანიზაციებში დასაქმებაში და ასე შემდეგ და აღარ ეხმარებიან ამ ხალხს.
იმიტომ რომ მათი კლასელები არ არიან ესენი. ანუ ერთად არ გაზრდილან და ერთმანეთის ცხოვრება არ იციან, საერთოდ რა გაჭირვება აქვს ამათ. მეზობლებიც აღარ იცნობენ ერთმანეთს და ძალიან რთულია იმის წარმოქმნა, რომ მე ესენი რო აიღებენ ძალაუფლებას და სინამდვილეში ესენი გახდებიან მართველები და არა ესენი. ხო, ესენი მე მიხვდებიან იმას, რა ჭირდება ყველას და არა მხოლოდ საკუთარ ჯგუფს და საკუთარი წარმოქმნებიდან არ დაიწყებს ქვეყნის მართვას. აუცილებლად მათ ეს ეფექტსაც ამგვარად. სიკო უნდა დავასრულოთ ახლა ჩვენ. ვასრულებთ ხოლმე პატარა ბლიც შეკითხვებით, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ. მაგრამ იქამდე არ შემიძლია უბრალოდ ახლა უამრავ შეკითხვას დაგისვავდი კიდე რა ძალიან საინტერესო საუბარია და სიმონივით გისმენ, მაგრამ რადგანაც დროში უკვე ბოლოსკენ უნდა გავიდეთ. ერთი რაც აუცილებლად უნდა კითხო არის მომავალს რო გავხედოთ რა. მოკლედ თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ტენდენციები, რომლებიც დღესდღეობით არის დამზერადი, ხო რა ვიცი, გნებავს TED-Talk-ებში გამოდის ხალხი ყველა თითქოს და ლაპარაკობს, რომ სკოლა უნდა შეიცვალოს, ზოგი სტრუქტურულ ცვლილებებზე ლაპარაკობს, ზოგი შინაარსობრივ ფილოსოფიურ გადაკეთებაზე სკოლის, ზოგი რაღაც ძველ ნამდვილ დანიშნულებასთან მიბრუნებაზე, რაზე აღარ ლაპარაკობს, ყველა ლაპარაკობს, რომ სკოლამ რაღაცნაირად სახე უნდა იცვალოს, ამას დაემატა ხელოვნური ინტელექტის თემის შემოჭრა ამ ყველაფერში. მოდი, აი მთლიანობაში რო შევხედოთ. ხო, სკოლის სოციალურ, ფსიქოემოციურ, ფილოსოფიურ, აი ყველა განზომილება, ტექნიკურ განზომილებებს რო შევხედოთ სკოლის, რისკენ მიდის დღევანდელი სკოლა? რამდენად არის თანამედროვე დღევანდელი სკოლა? და 5 წელიწადში როგორ სკოლებში წავიყვანთ შვილიშვილებს? ხო, ერთი რაც ხდება თანამედროვეობაში არის, რომ ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სკოლას აქვს შესაძლებლობა, რომ აითვისოს. სკოლაში გულისხმობს საგანმანათლებლო სისტემას, არა კონკრეტულ სკოლას. და ეს რაღაცნაირად ნაპრალი რაც ჩდება სკოლას და რეალობას შორის, ასე რომ წარმოვიდგინოთ, ეს განაპირობებს იმას, რომ ალტერნატივები ჩდება სკოლის უფრო მეტი და მეტი, როგორ შეიძლება განათლება მიიღოს ადამიანმა. ანუ მე უკვე 6 თუ 7 წლის წინ გავიცანი კორელი ბავშვი, რომელიც ამბობდა, რომ მე YouTube-ით უფრო კარგად ვსწავლობ ვიდრე სკოლაში და ამიტომ სკოლაში წასვლა არ მინდა. და რაღაცას რო ელაპარაკებდი, აშკარად ბევრი რაღაც ქონდა ნასწავლი, ესე თავის. თუმცა ეს არანაირად არ მცირებს იმ საჭიროებას, ორგანიზებული სასწავლო პროცესის საჭიროებას. და სკოლები სავარაუდოდ ამას დაიწყებენ ფიქრს, რომ რაღაცა როგორ უნდა ჩართონ ის, რაც ხდება სკოლის გარეთ, სასკოლო ცხოვრებაში. ერთ-ერთი ასეთი ტენდენცია ჩანს მაგალითად ამ რაღაცა ინტერესში STEM საგნებთან დაკავშირებით, რომ ყველა სისტემა ცდილობს, რომ შეიტანოს მაყურებელმა რომ გაიგოს, ეს არის რაღაცა მეცნიერება, ტექნოლოგიები, მათემატიკა და აქვე ეს რა ქვია ობსესია ამ რაღაცა STEM საგნებთან დაკავშირებით აუცილებლად ადრე თუ გვიან გამოიღებს ამ კანკარის მე გადახრას მეორე მიმართულებით. იმიტომ რომ ტექნიკური საგნების პრობლემა ერთ-ერთი არის რომ სწავლების და აქცენტის გაკეთების არის რომ ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე თქვა რაღაც აი სულიერ განვითარებას ადამიანების და ღირებულებების განვითარებას. და აუცილებლად წავა ეს მეორე მხარეს, როცა დაიწყება ლაპარაკი მეტი ლიტერატურა, მეტი ხელოვნება, რომ ადამიანის ჩამოყალიბებაზე იყოს. ანუ ის რომ ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია, არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანის სრულფასოვნად განვითარებისთვის ტექნიკური ცოდნა არ არის საკმარისი. ანუ ჩვენ ერთ-ერთი პრობლემა, რასაც საქართველოს საზოგადოებაში ახლა ვატყობთ, არის რომ ხანდახან და ხშირად ხდებიან ადამიანები, რომელსაც თითქოს კარგი უმაღლესი აქ დამთავრებული, ან კარგ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს, ან მორალურად ძალიან პრობლემურს. და ეს იმას აჩვენებს, რომ ესე იგი რაღაცა დააყდა მის განათლებას, რაც ღირებულებებს განვითარებდა, ხო, რომ მაგალითად ისეთ ღირებულებას, როგორც არის, თქვა, ის რომ არ უნდა დაჭაგროს უსტი, რომ არ უნდა გადაუარო განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანს და საგადმოაგორო კონფლიქტი, ხო, სხვებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და ასე შემდეგ და ეს იხრება. ერთი რაც ახლა ძალიან უცნაური ხდება და საინტერესო რა მოხდება, არის რომ
დიდი ხნის განმავლობაში აქცენტი რომ იყო ადამიანის უფლებებზე და რაღაც თანასწორობაზე, ეხლა რაღაცა უკუ აგრესია და რეაქცია გაჩნდა აკადემიაში, აკადემიურ სფეროში ამის მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხედავთ ამის ეს ვთქვათ სისტემურ გამოვლინებებს, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული რაღაცა სკოლებით დამთავრებული, ახლა ცდილობენ გადაფასებას იმას, რა შინაარსი უნდა იყოს ჩადებული რაღაცა ბავშვების ღირებულებით განათლებაში. და მე მგონი რომ აი მანდაც ნახავთ ცვლილებებს, რომ რაღაცნაირი განკარასავით იქნება კონსერვატიულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის და ერთი კიდე ეს რაღაცა საბაზრო დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მომხმარებლური, რომ განათლება არის, რასაც მე ვიყიდი და სუპერმარკეტებით ვუდგები იმას, რომ აი ცოტა მათემატიკა მომეცით და ცოტა ის ამიწონეთ ლიტერატურა და მე ამისგან რაღაც ბავშვის განათლებას გამოვძერწავ. მაგრამ ამას განათლების სპეციალისტებისგან აქვს ძალიან დიდი უგორეაქცია და რომ ახსენე ბევრი ლექცია ტარდება ამის შესახებ არის ერთგვარი დასტური ამისიც რომ შეუძლებელია შეხედო ამ პროცესს როგორც რაღაცა კალათით რომ ჩამოივლე ხა ბაზარში და შეაგროვებ ბავშვისთვის საჭირო რაღაცა ელემენტებს და მე ჩავუტენინ თავში და ნახოთ რა იქნება ხა. მადლობა ძალიან საინტერესო პასუხებისთვის. მოდი აი რამდენიმე შეკითხვით დავასრულოთ. ეს არის ჩვენი ბლიც შეკითხვები, რომელსაც ახლა დაგისვამ. პირველი არის ერთი სიტყვა. ერთი სიტყვით თუ არის შესაძლებელი რომ სიტყვა აღწეროს განათლება. ალბათ განვითარება. განვითარება. მადლობა. შემდეგი შეკითხვა ასეთი გვაქვს, რა არის ერთი შეკითხვა, რომელიც სასურველია ყველა მასწავლებელმა ყოველ დღე დაუსვა საკუთარ თავს? ალბათ რა ვისწავლე მე? ფრაზა, რაიმე ხო არ გახსენდება. განათლებასთან, სწავლასთან, განვითარებასთან დაკავშირებული. ხო, ალბათ გურამიშვილის მოსწავლე უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისა და რაღაც ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ხო, ეს არის მთელი არსი რა. ჩვენიერი. და ბოლოს განათლება რომ იყოს ხმას რომ შევადაროთ. როგორი ხმა იქნებოდა? ალბათ ქართული ხალხური სიმღერა, სადაც არის პოლიფონია. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს.